მოგესალმებით მეგობრებო, ვინც ჩართულები ხართ, თქვენს მოგესალმებით. ყველას ვიცნობ ორი ადამიანის გარდა. მინდა რომ თქვენ გამეცნოთ, ხო, ეხლა მათ ვიცნობ დიდი ხანია. მე ბიჭაშვილი, ურამსხისა დიდი ხანია, აზროვნების აკადემიიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ბავშვი გადიოდა ძალიან დიდ ხანს და თქვენ ერთხელ ფილმის გარჩევაზეც იყავით, ეხლა გამახსენდა. ამ კურსზე ხართ? მადლობა, რომ მაქვს შესაძლებლობა რომ დავასწრო ესეც საინტერესო სხვადასხვა ლექციებს. ძალიან კარგი. ისე პროფესიით თქვენ კლინიკური ფარმაცევტი. კი ბატონო. ორი სიტყვა გითხარი შენ შესახებ? არა. თქვენ უკვე მადლობა. სამსახურზე უნდა გავა. არა. თქვენს უკან არის. სახელი და გვარი გაიმეორე? ნინო ბოცვაძე, კი ბატონო. 21 წლის ივლისში პასპორტთან თითქმის 1 წელია მეგობრობ. ძალიან კაი. პირველი განვითარებით ინტერესებული ვარ და ძალიან მადლიერი ვარ პასპორტის. მეც ძალიან მადლიერი ვარ. ძალიან მიხარია დღეს რომ ვესწრები თქვენს შეხვედრას. პროფესია იურისტი. კი ბატონო, ჩართული ვინც არის ორი სიტყვა რო გითხრათ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ხატი არის ჟავარ, 21 წლის, იასახლისტი. ძალიან კაი, შვილები გყავთ, ხო? კი, 3 შვილის დედა. ხო და გაითვალისწინებთ ახლა ამ ცოდნას ძალიან შვილებთან. ძალიან გამოგადგებათ. დიდი მადლობა. აი ხართ. მე ორი სიტყვით გეტყვით ჩემს შესახებ. ნინო კანდელაკი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. 23 წელია უკვე ყოველდღე ვმუშაობ ესე ადამიანებთან, პარალელურად ვატარებ როგორც სასწავლო ტრენინგებს, ასევე ჯგუფურ თერაპიებს. ეხა პრანაში მექნება 21-ში ჩემი საავტორო ტრანსული თერაპია, საკუთარი თავის პატიების ტრანსი. იქაც შეიძლება დასწრება თუ სურვილი გექნებათ. პრანა არის ბახტრიონზე, ძალიან კაი ცენტრია. ბევრი რაღაც სტარდება მანდ. იოგადან და პილატესიდან დაწყებული, ყველაფერი, რა ვიცი, ლექციებიც და ტრენინგებიც და ის. ყველაფერი. ყავს 3 ქალიშვილი, 10 შვილიშვილი. ეხა მარტში კიდე მე-11 შემეძინება და ძალიან ველოდებით. ჩემს შესახებ მე ვთვლი, რომ მე გამიმართლა ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი ბავშვობიდან რაც ავარჩიე, აღმოჩნდა რომ მართლა ეს იყო ჩემი საქმე და ჩემი ყველაზე საყვარელი საქმე. რაც ბავშვობიდან მაინტერესებდა და იმ ფაკულტეტზეც კომუნისტების დროს მით უმეტეს არაფერი არჩევანი არ იყო ისეთი, რომ ეხლა კი არის რომ ვთქვათ, რომ დაამთავრებ რა მაგისტრატურაშიც გინდა ჩააბარებ და იცვლი მერე და იქ ჩვენ დროს ეგრე არ იყო და მოკლედ ძალიან გამიმართლა, რომ თავიდანვე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მერე უკვე რომ გადავწყვიტე ფსიქოთერაპიას, სულ სწავლობდა, ბევრი სკოლის ოსტატი გავხდი და ყველაფერს ვიყენებ, რა თქმა უნდა, ამ პრაქტიკაში და უკვე ამდენი წელია რომ მუშაობ, მე თვითონაც ვქმნი ჩემს საავტორო მეთოდებს და მაქვს ბევრი ჩემი საავტორო. ძალიან მიყვარს ხელოვნება, აგერ გურამთან დავდივარ კინოთერაპიაზე. კინო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხელოვნების დარგია. ლიტერატურაც ძალიან მიყვარს და აგერ ხე ჩამაბარეს რაღაც წიგნის კლუბსაც ხელმძღვანელობ. მე თვითონ თავისუფალ დროს თუ მაქვს თავისუფალი დრო ხან ხატავ, ხან ლექს ვწერ, ხან რაღაცას წიგნის დაწერაც მინდოდა გავიარე აგერ გურამთან კურსი, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა ეგ ამბავი, მაგრამ აუცილებლად მაგასაც გავაკეთებ, აუცილებლად. ასევე მაქვს ეხლა ხან სულ 1-2 წელია რაც გავაკეთე ეს ონლაინ ჩავწერე სასწავლო კურსი არტ თერაპიის, ამ 5 ტრამვაზეც ჩავწერე 6 ლექცია, როგორც სასწავლო
კიდე კარპმანის სამკუთხედზე ჩავწერე ეს ლექციები, რამდენიმე ლექცია, 5 თუ 6 აღარ მახსოვს. ეს ონლაინ ყველაფერი და ონლაინ კურსად იყიდება. ეხლა ვწერ კიდე 1-7 ლექცია უკვე ჩავწერე. ტრანსული თერაპიის, ანუ ერიქსონის ჰიპნოზის სასწავლო კურსი. მაგას ბევრი დრო დაჭირდება, იმიტომ რომ დიდი მასალა, მაგრამ მაგასაც ვაკეთებ. დიდი ხანია წლებია მაგას მთხოვენ რომ გააკეთეო სასწავლო კურსიო და უკეთ მივედი მაგამდე რომ ეხა ვაკეთებ მაგასაც. ასევე მაქვს YouTube არხი, თუ გამოიწერთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. ქართული ასოებით ჩაწერთ YouTube-ზე თერაპიული ზღაპრები და იგავები და გახსნის. მარტო ჩვენ ვართ ეხლა ზღაპრების არხი ბევრია, მაგრამ აი თერაპიული ჩვენია მარტო და ეგრევე გახსნის. იქ ვდებთ ყოველ ორშაბათს როგორც თერაპიულ ზღაპარს, ან იგავს ხან ბავშვისთვის, ხან დიდისთვის, ყველა ასაკისთვის და ასევე რახან არხია, მე და მერაბი ჩემი თანამშრომელი ონიანი მორიგეობით ვწერთ ხოლმე და ჩვენი რაც არის იქ ლექცია თუ ვიდეოა თუ რაღაცა პოდკასტია მანდდევს ყველაფერი და იოლად შეიძლება პოვნა. ეხლა ჩავწერე თუ მოისმენთ და გააზიარებთ კარგ საქმეს იზამთ, ეხლა ჩავწერე პოდკასტი გვანცაველთაურთან ის რომ სოდნის მოყარე პოდკასტი ალბათ იცით ხო? ყველა უყურებს მაგ პოდკასტს, ცნობილი პოდკასტია. მან ჩავწერე თემა აუ, გეხოცებ მარიამ წყალი დამიდგი რა. წყალი, ჩაი არ მინდა, უბრალოდ წყალი. თემა იყო ჰომოსექსუალიზმის ფსიქოლოგიური მიზეზები. და 14 მიზეზზე ვილაპარაკე. და ეს არავინ არ იცის, ყველას გონია რომ მარტო იბადება ეგეთი ადამიანი და თუ ეს შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური მიზეზით, არავინ არ იცის და ძალიან დიდი გამოხმაურებას უმწერენ და რაღაცა მადლობებს მიხდიან, რომ საჭირო იყო მართლა ამ თემის გაჟღერება, იმიტომ რომ არის მხოლოდ ამ თემის პროპაგანდა და ის რომ შეიძლება ეს ფსიქოლოგიური მიზეზითაც იყოს, უბრალოდ არავინ არ იცის, მით უმეტეს თინეიჯერებმა და რაღაცა რომ იბნევიან ხოლმე, ეს უბრალოდ რომ ინფორმაციაც იცოდეს ადამიანმა, უკვე ძალიან კაია, რომ დასვას ეს შეკითხვა, რომ მე ესეთი დავიბადე თუ რაღაცა ფსიქოლოგიურმა თქვათ ბავშვობის ტრავმამ თუ რაღაცამ გამოიწვია ეს რომ მე ეს მოხდა ხო? თუ გააზიარებთ მაგ პოდკასტს Facebook-ზე ბევრს სიკეთეს მოიტანს ეს, იმიტომ რომ მართლა საჭიროა ეს ინფორმაცია. და იმიტომაც ჩავწერო წლები მთხოვდნენ რომ ჩაწერე ამ თემაზე რამეო და როგორც იქნა გამოვიდა. ხო. ხო, აი ეს წეგან რო ამბობდით, გავაკეთეთ კიდე 1 წელი ვიმუშავეთ მაგ პროექტზე. თერაპიული ზღაპრების წიგნი, ოღონდ ბავშვებისთვის, ეგ არის სადღაც 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ტკბილი სიტყვა ქვია, ეგ ერთ-ერთი ზღაპრის სათაურია და გამოვიტანეთ სათაურად. და არაჩვეულებრივი ავტორია რამდენიმე, მე დავატრენინგე ეს გოგოები და ვასწავლე როგორ იწერება ეს თერაპიული ზღაპრები და მე უკვე 1 წელი ჩემთან ოფისში ვიკრიბებოდით. ეს გურამთან ჩავატარე ჯერ ეს ზღაპრის თერაპიის ტრენინგის მასტერკლასი და მე უკვე გადავინაცვლეთ. ჩემთან ოფისში ვიკრიბებოდით და მოქონდათ ეს თავისი ნაწერები და იქ უკვე ვასწორებდით მე და მერაბი რომ ზუსტი გზავნილი ყოფილიყო ბავშვის ქვეცნობიერში და იქიდან ეს თერაპიული ეფექტი მიიღო ბავშვს. და არის ყველა თემაზე იქ ზღაპრები. თქვათ, როცა ეშინია ბავშვს, ან როცა გაეყარა ოჯახი და განიცდის ბავშვი, თქვათ, ან ეჭვიანობს ან დაზიან ძმაზე სიტყვაზე, ხო, ან სწავლა ეზარება, თქვათ, ან გამბედაობა აკლია, ну, რა ვიცი, 1000 თემა. ეს პროექტი მინდა კიდე რომ გავაგრძელო და ცოტა უფრო მოზრდილი ასაკისთვისაც უფრო რთულია მოზრდილი ასაკისთვის და წერა, ვთქვათ, ან თინეიჯერისთვის, ან დიდი ადამიანისთვის. მაგრამ ვაპირებ რომ გავაგრძელო ეს პროექტი და იქნებ ამ წიგნის მერე მეორე ნაწილიც გავაკეთოთ. გეგმაში მაქვს ყოველ შემთხვევაში. ხო, სხვადასხვა სივრცეებში, ახლა გურამთანაც დღეს ვატარებ, იქ პრანაშიც ვატარებ, შენ სივრცეა კიდე გახსნილი, იქაც ვატარებ რაღაცებს. ესე ჯგუფურად ვატარებ სხვადასხვა ადგილებში და ინდივიდუალურად ჩემთან ოფისში, პეკინზე გვაქვს ოფისი და იქ მუშაობ. ძირითადად ეს არის.
დღეს ეხლა რომ გადავიდეთ დღევანდელ თემაზე, ყველას აინტერესებს ეს თემა, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ყავს იდეალური მშობლები, ხო? ამიტომ ყველა მშობელს რაღაცა ეშლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. და ყველა მშობელი აზიანებს ბავშვს, ოღონდ სხვადასხვანაირად აზიანებს, რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად, გამომდინარე თავისი პრობლემები, რაც აქვს მშობელს იქიდან გამომდინარე, ხო? ეს საერთოდ ხა ჩვენ გავივლით ამ 5 ტრავმას და ამ 5 ტრავმიდან, ხო, ერთი მაინც რა თქმა უნდა ყველას მიღებული გვაქვს. თუმცა ერთზე მეტი, როგორც წესი 2-ც და 3-ც. ნუ არის შემთხვევები, რომ 5-ვე აქვთ ხოლმე. უბრალოდ ეს ყველაფერი, თქვა, თუნდაც დღევანდელი ლექცია ემსახურება იმას, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აქედან ამის გაცნობიერება შეიძლება და იმ არაჯანსაღი სცენარული როლებიდან გამოსვლა, რასაც დღეს განვიხილავთ ამ 25 როლს. და ეს არ არის სასჯელი, რომელიც ვიღაცამ მოგვისაჯა, რომ ერთხელ მივიღეთ ეს ტრავმა და დამთავრდა და ამაში ვართ გაჭედილი. ზოგს ესე გონია, რომ ეს ისეთი ტრავმაა ბავშვობის, რომ აქედან მე ვერასდროს ვერ გამოვალ, გამომისმენია ასეთი რაღაცები, რომ ამას რა ეშველება, ამას ხო არაფერი არ ეშველება. ეს ისე ღრმათ არის ჩემში, რომ აი ისა, მაგრამ ნამდვილად გეუბნებით და ჩემმა პრაქტიკამაც ეს აჩვენა, ნუ განსაკუთრებით ძალიან ეფექტურია ტრანსული თერაპია და იმ ტრანსით ვაშუშებთ ამ ჭრილობებს და აი მართლა რეალურად იკურნება და ხორცდება ის ჭრილობა. და ნამდვილად ყველაფრიდან გამოსვლა შეიძლება ყოველგვარი არაჯანსაღი სცენარიდან, როლიდან და ყოველთვის შეუძლია ადამიანს რომ შეცვალოს თავისი სტრატეგიები და იყოს იმ სიტუაციის ადეკვატური, სადაც არის. აი ტრავმას ახასიათებს ის რომ ცოცხალია და გაჭედილი რო ხარ იმაში, ერთი სტრატეგია აქვს ქმედების და რაღაც სიტუაციებში ხარ აბსოლუტურად არაადეკვატური, იმიტომ რომ ის გაკეთებიებს ამას. იმ სიტუაციის ადეკვატური ვეღარ ხარ და თან ეს სიტუაციები გიმეორდება. ესეც მახასიათებელია ამისი. ყოველთვის შეიძლება ამის შეცვლა გაცნობიერებით. ზუსტად აი დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება, რომ არა მარტო ინფორმაცია იქნება, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლიათ მობილურებში მოინიშნოთ, რომ აღარ პასტა და ფურცელი რო აღარ დავარიგოთ, 1-2 სიტყვა უნდა მოინიშნოთ, ამიტომ არ არის საჭირო პასტა და ფურცელი. მე რო წავიკითხავ ამ როლებს, თუ შეკითხვა გექნებათ, რა თქმა უნდა, მკითხავთ, თუ გაუგებარი იქნება რამე. და რომელი როლიც ეს არაჯანსაღი სცენარული როლებს გავივლით, თქვენთვის იქნება რომ აი ხვდებით რომ ამ როლში ხართ გაჭედილი ხო ბავშვობიდან და თქვენ ეს გახასიათებთ, იმას მონიშნავთ და მე იმაზე დროს დავიტოვებ რომ ვისაუბროთ, ან რაღაც შეკითხვები გექნებათ, ან გაგახსენდებათ რაღაცა. და ამას რა თქმა უნდა შევეხებით ყველაფერს. ეხლა ეს რასაც მე დღეს წავიკითხავ, ნუ ბევრნაირი მიდგომა არსებობს. იქ ლიზბურბოსა აქვს თავისი. ეს ყველაზე მეტად მომწონს მე, იმიტომ რომ აქ ძალიან მოკლედ, კომპაქტურად და ნათლად არის გადმოცემული, აი როგორ შეიძლება დააზიანოს ამ თითოეულმა ტრავმამ ადამიანი და რა როლში შეიძლება გაიჭედოს. ეს ტრავმები არის სხვადასხვა ასაკში, საერთოდ ბავშვობის ტრავმები ითვლება, რომ არის დაბადების, მუცლად ყოფნის პერიოდიდან 12 წლამდე. 12 წლის მერე ჩვენ აღარ ვეძახით ბავშვობის ტრავმებს, მერე არის ჩვეულებრივად სტრესები, სტრესებს რა გამოლევს, სანამ ცოცხლები ვართ, ეს იქნება რა თქმა უნდა და მერე ამ სტრესს აზოგადებს ადამიანი და ეს ხდება მერე პრობლემა. რას ნიშნავს სტრესის განზოგადება? ნახეთ, ყველა ადამიანი მიდრეკილია, რომ განაზოგადოს სტრესი. ამიტომ ყოველი სტრესის მერე უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს ერთი ცუდი გამოცდილება ეხლა მოხდა და არ ნიშნავს, რომ სულ მოხდება. აი მაგალითად, ყველაზე ესეთი მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, ქალი მოატყუა კაცმა და ძალიან დაისტრესა ეს ქალი და ისე დაისტრესა, რომ განაზოგადა ეს ერთი შემთხვევა. და თქვა, ყველა კაცი მატყუა რა. ეს არის ტიპიური სტრესის განზოგადება და ჩარჩა ამაში და შეიქმნა ეს არაჯანსაღი რწმენა წარმოდგენა, რომელიც რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება თუ არ შეცვალა და არ გააცნობიერა, შეუშლის ხელს, ხო? ან საერთოდ აღარ გაიხედავს კაცებისკენ, იმიტომ რომ არ უნდა მატყუა რა ხალხი, ხო? ან თუ გაიხედავს,
აუცილებლად მოიზიდავს მატყუარას. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ქვეცნობიერს ჭეშმარიტება არ აინტერესებს. მას აინტერესებს აღასრულოს ის, რისიც ჩვენ გვწამს და აუცილებლად თავისი შემოქმედებითი გზით და ყველაზე შემოქმედებითი ნაწილი ჩვენი პიროვნების არის ჩვენი ქვეცნობიერი, ის მოახერხებს ამას, რომ სულ შეგვახვედროს ესეთი ჩვენ რისიც გვწამს, რომ ეს აღსრულდეს. სანამ ეს არ შეიცვლება, სულ ესე იქნება და იმიტომ მეორდება მე. მეორდება, სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს და ამ რწმენა წარმოდგენას არ შეცვლის და არ იტყვის, რომ არიან ამ ქვეყანაზე ღირსეული ადამიანები და მე ნამდვილად ვიპოვე ასეც. და მე მართლაც რომ სხვა დავალება იქნება ქვეცნობიერს და ნამდვილად იპოვე ასეც. ხო. ჯერ კიდე ფროიდმა მეცნიერულად დაამტკიცა, რომ ჩვენი ქმედებების 80-90%-ს განაპირობებს ჩვენი ბავშვობის სცენარები, რაც ჩაიწერა ქვეცნობიერში, როგორც პროგრამა, როგორც სცენარი, მხოლოდ 5-10%-ია, რასაც ცნობიერად ვაკეთებთ, დანარჩენი ის პროგრამები გვაკეთებიებს, ისე რომ ჩვენ ამას ვერც ვაცნობიერებთ, ეს მეცნიერულად ჯერ პირველად ფროიდმა შეძლო ეს და მე უკვე უამრავი სხვადასხვა მეთოდებით თუ სხვადასხვა მეცნიერებმა ეს კიდე და კიდე უფრო განამტკიცეს. ამაზე უკვე აღარც დაობენ, ეს ჩვენ ვიცით, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ის, როგორ გამოვიდეთ ამ პროგრამებიდან. თუ ჯანსაღია პროგრამა, ხო კარგი და ბევრი ჯანსაღი პროგრამა მიგვიღია ბავშვობიდან, მაგრამ აქ არის ლაპარაკი მხოლოდ ტრამბულზე, არაჯანსაღ პროგრამებზე და სცენარებზე. რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, გავაცნობიეროთ და გავთავისუფლდეთ, რომ ის ქცევა მე შევცვალოთ და ვიყოთ სიტუაციის ადეკვატური. ესე იგი, ყველაზე ადრეული ტრამვა, რომელიც არის მუცლად ყოფნის პერიოდიდან წლით ნახევრამდე. როგორც წესი, ეს ასაკი ადამიანს არ ახსოვს, თუმცა არის შემთხვევები, რომ ამბობენ, რომ აი რაღაცა კადრებად მახსოვს წლით ნახევრის რო ვიყავი რაღაცა. ან 1 წლის, იშვიათად რო ვიღაცას ეს უთქვამს, მაგრამ რაღაც კადრი შეიძლება ახსოვდეს, ძირითადად ჩვენ ეს ასაკი, რა თქმა უნდა, არ გვახსოვს და ეს პირველი ტრამვა, რომელსაც ქვია უარყოფის ტრამვა, მე წაგიკითხავთ პირდაპირ რა არაჯანსაღ როლებს, თუ ეს ტრამვა აქვს ადამიანს და რა იწვევს ამ ტრამვას და რა როლებს, ხო, ეს მინდა მეთქვა კიდე. თითოეული ტრამვა აყალიბებს გარკვეულ ხასიათის სტრუქტურას. ეს არის პირველი ტრამვა აყალიბებს შიზოიდური ტიპის ხასიათის სტრუქტურას. და აი როგორია ეს შიზოიდური ტიპის ხასიათი, აი ამ როლებში გამოჩნდება ძალიან კარგად. და ხო, სანამ ამ როლებს წავიკითხავ, რა აყალიბებს ახლა ამას. ისე რომ იცოდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ესე იგი, მუცლად ყოფნის პერიოდიდან 7 წლამდე ასაკი. ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 7 წლამდე ბავშვი არის მთლიანად ქვეცნობიერი. მას არ აქვს ჯერ ჩამოყალიბებული ცნობიერი ფილტრი და ის საერთოდ ვერ ფილტრავს ინფორმაციას. პირდაპირ იღებს, აი ხუმრობასაც კი პირდაპირ იღებს, ამიტომ ის ხუმრობაშიც კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა სიტყვებს ვეუბნებით ბავშვს. განსაკუთრებით 7 წლამდე და პირდაპირ იწერება როგორც სცენარი რამის ქვეცნობიერში. ხო და რა აყალიბებს ახლა აი წლით მუცლად ყოფნის პერიოდიდან წლით ნახევრამდე უარყოფის ტრამვას, ანუ შიზოიდურ ტრამვას. რატო ქვია უარყოფის ტრამვა? იმიტომ რომ ამ დროს ესე იგი, თუ ეს ტრამვა აქვს ადამიანს, ის ცხოვრობს ისე, თითქოს არ აქვს სიცოცხლის უფლება და მისი საბაზისო უფლება სიცოცხლეზე არის შერყეული. ხა რა არყევს ამას? მაგალითად, დაფეხმძიმდა ხალი და ფიქრობს, რომ არ მინდა ეხა ეს ბავშვი, ამის დრო ეხლა არ იყო, აბორტი ხო არ გავიკეთო, ან ქმარი აძალებს, რომ მოიშორე ეხლა არ გვინდა ეს ან დედამთილი თუ მამამთილი, ხო? თუ მშობლები, რა ვიცი. ბავშვს, რა თქმა უნდა, მუცელში სიტყვები ჯერ არ ესმის, სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ ყველანაირი ემოცია ესმის. ესეც დამტკიცდა სხვადასხვა ექსპერიმენტებით, რომ მუცელში ყველა ემოცია ესმის ბავშვს დედისგან გადაეცემა, პირდაპირ გადაეცემა და დედა რო უარყოფს მუცელში ბავშვს, იქ უკვე ბავშვმა მიიღო უარყოფის ტრამვა. იქვე მუცელშივე უკვე პატარა ადგილს იკავებს, უკვე ისეთია, შებოჭილობა აქვს, ანუ იმან იგრძნო, რომ ის უარყვეს. ან თქვათ არის შემთხვევები, ადრე უფრო იყო, რომ ტყუპი
არ იცოდა რომ ტყუპი ყავდა აბორტი გაიკეთა და ერთი დარჩა და გადარჩა, იმიტომ რომ გადაურჩა იმ აბორტს და ეხა ის ხო უარყოფილია, დაიბადა უკვე უარყოფის ტრავმით, ხო? და ასე შემდეგ, მოკლედ. ან დაიბადა ბავშვი და მაგალითად გავიდა 6 თვის მერე სამსახურში დედა. ეხა 6 თვის ბავშვს ვერ აუხსნი, ხო, რომ იქ აუცილებლად უნდა გავიდეს, იმიტომ რომ დაკარგავს და ასე შემდეგ. ის აღიქვამს ამას, რომ ის უარყვეს. დედას ვერ ცვლის ვერანაირი ისა, ძიძა და ვერაფერი, მაინც დედა სხვა არის. ან მაგალითად არ გავიდა დედა სამსახურში სახშია, მაგრამ თავის ფიქრებშია, რომ დედა ეხა ეს ბავშვი რო გაჩნდა, მე ჩამოვრჩი ყველაფერს, ჩემი კარიერად დაიფუშა, ვეღარაფერს ვერ გავაკეთებ და არ აქვს ისეთი ემოციური ჩართულობა თავის შვილთან, როგორიც უნდა კონდეს და თავისთვის არის, ბავშვი თავისთვის არის. ამასაც რა თქმა უნდა ბავშვი გზნობს. მოკლედ ბავშვი გზნობს ყველაფერს აბსოლუტურად. და იღებს აი ამ უარყოფის ტრავმას. ეხლა რა როლებს იწვევს ეს? ეს როლები ყველა, რასაც მე წავიკითხავ, თითო ტრავმას 5 როლი აქვს, სულ წავიკითხავ 25 როლს, 25-ვე არის არაჯანსაღი როლი. სცენარულ როლსაც ეძახიან და მეორენაირად სცენარულ ნიღბებსაც ეძახიან, რომ თითქოსო ეს ნიღაბიო ისე შეგეზარდა სახეზეო, რომ აი ვეღარ იხსნიო და და რა აი ამ 5-დან შეიძლება 1 გამოიწვიოს, შეიძლება 2 გამოიწვიოს, ну 1 ყოველთვის, როცა ეს ტრავმა აქვს, უარყოფის ტრავმა მიღებული, სხვადასხვა გზით, რა თქმა უნდა. ხო, პირველი ეს არის მოჩვენება. და თითოეულ როლს ესე ამბობენ, რომ აქვს რაღაცა გზავნილი სამყაროში. და ეს გზავნილებიც წერია. მოჩვენების გზავნილი ასეთია სამყაროში. მე აქ არა ვარ, დამიჭირე თუ კი შეძლებ. ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს როგორც მოჩვენება. კლასში ერთი ეგეთი ყოველთვის არის ხოლმე. არ გახსოვს იყო კლასში არ იყო. ხო? აი მოჩვენებასავით არის. მეორე ეს არის აუტსაიდერი, ანუ ჩამორჩენილი, რომლის მესიჯია არ შემამჩნიო. ეს სპეციალურად იქცევა ისე, თქვა თუ კლასია აუცილებლად უკანა მერხზე დაждდება, თუ სუფრა არის სადღაც კუთხეში დაждდება, რომ არავინ არ შეემჩნიოს და ის თავის კუთხეში იყოს შეუმჩნევლად. ეს ამ ადამიანებს კიდე ახასიათებთ ის, ვისაც ეს ტრავმა აქვს, რომ თავისთვის ვერ იმეტებენ ვერაფერს. ცდილობენ რაც შეიძლება შეუმჩნევლად და ისე, აი თქვა ტანსაცმელს ჭრელს და წითელ ყვითელს არ ჩაიცმევენ. მანქანას თუ იყიდიან რაღაც ისეთ ფერებში, ნაცრისფერი, შავი, რაღაცა, აი ყვითელ მანქანას და წითელს არასდროს არ იყიდიან, რომ აი ის არ ჩანან რა მოკლედ. ეს შეუმჩნევლად, მოჩვენებასავით. თუ შვილები ყავთ ამათ აუცილებლად იტყვიან ფრაზას, რომ ჩემი თავი ჯანდაბას, ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად. ხა თუ დედა ჯანდაბაშია, შვილი იმას ბაძავს, როგორ იქნება შვილი კარგად, ხო? მაგრამ ამას ხო ვერ აცნობიერებს ადამიანი. სწავლობს დედისგან და მამისგან ყველაფერს. და ესეთები არიან, რა მოკლედ. თავისთვის, აი ადგილსაც პატარა ბინას იყიდის პატარას, დიდს არ იყიდის. სკამზეც ისე ზის თითქოს აი რაღაცა მორიდებულად, ხო? ვერ იმეტებს, აი ისე ცხოვრობს თითქოს არ აქვს სიცოცხლის უფლება მას. ამ დროს ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, მაგრამ იმას ესეთი აღქმა, ქვეცნობიერში ეს პროგრამა, რომ საბაზისო აი უფლება სიცოცხლეზე აშკარად შერყეული აქვს. ეს ნახატში ჩანს ხოლმე, როცა არტ თერაპიაში ვახატინებთ. აი მცენარეს ვახატინებთ, რომელიც ამ პირველ ტრავმას ძალიან კარგად გამოხატავს. და იმ მცენარეშიც როგორ მცენარეს ხატავს ხეს და ესეთ ფესვებიანს და მყარად, იმას ეს ტრავმა ნაღდად არ ექნება მიღებული, მაგრამ გააჩნია მე ის სხვები სხვადასხვა ხატავენ, ვისაც ეს ტრავმა აქვს რაღაც ნაზად, ისე წაქცევაზე როა, პატარა რაღაცა, იქ ძალიან ჩანს ხოლმე ნახატშიც კი. ხო, მეორე ვთქვით, რომ არ შემამჩნიო, ხო? მესამე ეს არის განდეგილი, ოღონდ განდეგილი არის ბჭყალებში. რატოა ეხა ბჭყალებში? იმიტომ რომ ნამდვილი განდეგილი რას ნიშნავს? ისეთ სულიერ სიმაღლეზე მივიდა ის ბერი, რომ უკვე შეუძლია საერთოდ მარტო იცხოვროს და მთელი სამყაროსთვის ილოცოს და ყველა უყვარს და იდეაში ესე უნდა იყოს, ხო? მაგრამ ბჭყალებში იმიტომ აქვს განდეგილი, რომ ამ განდეგილის გზავნილი სამყაროში არის მე არავინ მჭირდება.
ანუ ნახეთ აქ შინაარსი რა არის. თქვენ უარ მყავით, არც მე არ მჭირდებით. და ესე თავისთვის არის განდაგილივი ცხოვრობს რა. აი თუ ეყოლება მეგობარი, აი შეიძლება ერთი ყავდეს. ისიც აეჭოა ეყოლება თუ არა. მოკეთ არ მჭირდებით ეს მესიჯი აქ და ესე თავისთვის არის. და იმიტომ ბჭყალებში განდაგილი. ანუ სიყვარულის გამო და იმის გამო კი არ არის, აი ტრავმის გამო. მეოთხე ეს არის ფილოსოფოსი და მისი გზავნილი სამყაროში არის ასეთი. რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის არის ეს ყველაფერი? სულ ესეთ შეკითხვებს სვამს, აი სულ. რომ აი ზედმეტად უკირკიტებს, აი ზედმეტად. ძალიან ზედმეტად, რაც არ არის საჭირო. და ძალიან ხშირად, აი რა როლებიც აქ წერია, იმ ადამიანებს ზედმეტ სახელად ამ როლებს ეძახიან ხოლმე, ეს ცოდნა კი არა აქვთ, მაგრამ თავისთავად სამყარო გეუნება. აი ამ ტიპებს ძალიან ხშირად ზედმეტ სახელი აქვთ ხოლმე ფილოსოფოსა. ძალიან ხშირად. პირდაპირ სამყარო ეუნება, ხო? ხო, ეს მეოთხე და მეხუთე არის ბერი და ეს ბერიც როგორც განდეგილი იყო ბჭყალებში, ასევე ეს ბერიც არის ბჭყალებში. ხა რატო? ანუ ნამდვილი ბერი როგორია? თავმდაბალია, მოსიყვარულეა, ხო? სულიერია და აქ ბჭყალებში იმიტომ რომ ნახეთ როგორი გზავნილი აქვს ამას სამყაროში. ვინც ამ როლშია გაჭედილი. მე ვფიქრობ მშვენიერებაზე, თქვენ კი ამაოებაზე დროებიცე. ანუ ეს ზემოდან უყურებს ადამიანებს, ნამდვილი ბერი ხო თავმდაბალი უნდა იყოს და ეს ზემოდან უყურებს ადამიანებს და თითქოს ეუბნება და ესეთი გზავნილი აქვს, რომ აი მე ამაღლებულ თემებზე ვფიქრობ და თქვენ კი რაღაც ამაოებაზე. ხო, და ეხლა ნახეთ ეს როლები, თითოეული როლი, ბავშვობაში რაღაცაში ჭირდება ბავშვს, რომ გადარჩეს, ან სიყვარული მიიღოს, სითბო მიიღოს, აღიარება მიიღოს, მაგრამ მე რო იზრდება ეს როლი აღარაფერში არ ჭირდება, მაგრამ ეჩვევა ამას, იჭედება ამ როლში და ყველგან არის ამ როლში. მაგალითად, თუ დედის როლშია გაჭედილი, მარტო თავისი შვილების დედა კი არ ხდება, მთელი ინსანათესაოს, მთელი მეზობლების დედა და ასე შემდეგ. ანუ იჭედები ამ როლში და აღარ ხარ ადეკვატური. თორე ეს 25-ვე როლი რაღაც სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება, რაღაც სიტუაციაში, სადაც ადეკვატურად ამ როლს გამოიყენებ, მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ ამ როლში იჭედები ისე, რომ ყველგან ამ როლში ხარ და აბსოლუტურად ეს როლი ხდება უკვე დესტრუქციული, გიშლის განვითარებაში ხელს და პიროვნულ ზრდაში უკვე გიშლის, იმიტომ რომ მთლიანად ამ როლის ჩარჩოებში ექცევი. ხო. ეხლა აი ამ ხუთი პირველი ტრავმა უარყოფის ტრავმიდან, ანუ შიზოიდური ტრავმიდან, წავიკითხეთ ხუთი. მოინიშნეთ რომელიმე მაქედან, რომ არც ერთი, კი ბატონო. ხო არ გავიმეორო, მოჩვენება, აუთსაიდერი, განდეგილი ბჭყალებში, ფილოსოფოსი და ბერი ბჭყალებში. არ გეცნოთ არც ერთ, თქვენთან არ თუ გეცნოთ, მოინიშნეთ რომელიმე ამ ხუთიდან. კარგი. ეხლა მეორე ტრავმა ის ხო იყო წინახევრამდე. ეხლა ეს ტრავმა არის დაბადებიდან 3 წლამდე. ყველა ტრავმას თავისი ასაკობრივი ის აქვს, რა ასაკში ჩნდება. ეს არის უკვე დაბადებიდან 3 წლამდე. ამ ტრავმას ის ქვია ორალური ტრავმა, ანუ მეორენაირად ეძახიან დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების ტრავმას. ეხლა 3 წლის ბავშვს წარმოიდგინეთ რა უკვე რამდენი მოთხოვნილება აქვს, ხო? უამრავი. და ხო და აყალიბებს ორალური ხასიათის ტიპს. და ეხლა როგორია ნახავთ. ხო და ეს მოთხოვნილებები აქ გვაქვს ჩვენ ორი ვარიანტი. შეიძლება საერთოდ არ უკმაყოფილებენ ამ ბავშვს და არც აინტერესებთ მისი მოთხოვნილებები და ვერ იკმაყოფილებს ეს ბავშვი ამ მოთხოვნილებებს და მეორე ვარიანტი პირიქით ჰიპერმზრუნველობა. ჰიპერ რო ზედმეტად უკმაყოფილებენ, ჯერ ნათქვამიც არ აქვს, ყველაფერი შესრულებული აქვს და მის ნაცვლად აკეთებენ ყველაფერს. რაც საქართველოში ხშირია ეგა ძალიან ჰიპერმზრუნველობა, სადაც უკვე ზედმეტად ხდება მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ძალიან ზიანდება ბავშვი. ეხლა შესაბამისად გამომდინარე იქიდან სხვადასხვა როლები რატოა თუ არ უკმაყოფილებენ, რა თქმა უნდა, სულ სხვა როლში გაიჭედება ბავშვი, თუ ზედმეტად უკმაყოფილებენ, აბსოლუტურად სხვა როლში და ვნახოთ ახლა ეს როლები, ხო? პირველი არის ობოლი, ობოლი გასაგებია, ეს არის ის ვარიანტი, როცა ვერ დაიკმაყოფილა ეს მოთხოვნილებები, ხო, ბავშვმა? და ის შედის ობლის როლში და
ეს ობლის როლი ჭირდება მაშინ რომ მიიღოს ის რაც უნდა რა რომ გადარჩეს რომ მიიღოს ის რაც უნდა იმ დროს და ერთხელ რომ გაამართლებს ეს როლი ორჯერ მე ეს უფიქსირდება ეჩვევა და გონია რომ ცხოვრებაში თუ ამ როლში არ იქნება ვერაფერს ვერ მიიღებს და ვეღარ გამოდის ამ როლიდან ამ არაჯანსაღი როლიდან თორე რაღაც სიტუაციაში შეიძლება ობლის როლიც დამჭირდეს, ტირანის როლიც და ყველა როლი რაღაც სიტუაციაში, ხო? მაგრამ აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი რომ ყველგან ესახარ რა. შვილთან, ქმართან, ნათესავთან, მეგობართან, სამსახურში, ყველგან ხარ ობლის როლში. და ეხლა როგორი გზავნილი აქვს ამ ობოლს? მე არავის ვჭირდები, ჩემზე არავინ იზრუნებს, იქნებ შენი ზრუნო ჩემზე. აი რა შვებოდა ეხა ეს ბავშვი შევიდო და მეზობელთან მაგალითად და ეტყოდა რომ აი არცალია დედა ჩემს იქნებ მეთამაშო იმიტომ ისინი მართლა არ ეცალათ ამ ბავშვისთვის არავის კი არ იგონებდა მაშინ მართლა ეგრე იყო ან ვიღაცა ბებია შეაწოდებს თავს რა იმ რაღაცამ შეია და მაჭამე და არავის არ გავახსენდი რომ ეჭმია და რაღაცა ესეთი ხო ობლის როლი რომ აი იზრუნე ჩემზე არავინ არ მყავს ზრუნველი ჩემზე არავინ არ ზრუნავს და აი შენ იზრუნე ეს ხან იქნება მეგობარი, ხან მეზობელი, ხან ისა, ხან ესა და შეეჩვია ამ როლს, ამ გზით რომ ერთხელ მიიღო რაღაცა, ორჯერ მიიღო რაღაცა, მერე ეჩვენება ბავშვს რომ აი გზა. ასე მივიღებ ყოველთვის ყველაფერს და თუ არ გააცნობიერა მოკვდება ამ როლში. მაგალითად ჩემი დედამთილი იყო დედის როლში გაჭედილი, მთელი ყველას დედა იყო. აბსოლუტურად მთელი მეზობლების, ნათესავების, შვილების ხო ძალიან ჰიპერმზრუნველი იყო. ხო და ვერაფრით ვერ შეცვალა ვერაფერი. ისე გარდაიცვალა 94 წლის ასაკში. ესე იოლი არ არის ამ როლიდან გამოსვლა, იმიტომ რომ მე ფუნქციას კარგავ, მეგობრებს კარგავ და ასე შემდეგ რა. ხო. ხო. კი, მითხარ. არა, დედა მაგალითად მოვიყვანე. ჯერ არ მივსულ ვარ დედის როლამდე. მაგალითისთვის, ეხა მივალ დედის როლი არის ამ ტრამვაში, ზუსტად მეორე ტრამვაში, ერთ-ერთი როლი არის დედის როლი და. ხო, ეს ობოლი გასაგებია, შემდეგი არის ნებიერა, როცა პირიქით ძალიან გაათამამეს და ყველაფერს რო უსრულებდნენ და გაანებივრეს და მე ნებიერა, ანუ გათამამებული, ესე ქვია როლს და მისი მესიჯია დაუყოვნებლივ იზრუნეთ ჩემზე. ნახე ის რომ შეეჩვია ბავშვობაში რომ ეგრევე უსრულდებოდა, ხო? მერე ქმართან რაღაცა რომ მოუნდება, უნება რომ ეხლავე მიყიდი რაღაცას, ხო? იმიტომ რომ ამას არის შეჩვეული, ანუ დაუყოვნებლივ ჭირდება მეგობრისგანაც, ქმრისგან, ცოლისგან, შვილისგან, არ ვიცი, ყველასგან რა. ეს ამ როლში გაი, ახლა ვინ გაუძლებს ამას, ხო? ეს ზართულია, ხო, ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა და ხშირად წარმოუდგენელიც არის უბრალოდ ვერ უძლებ, ხო? ის იმიტომ ის იმდენად შეჩვეულია, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ იმ წუთას ვინმემ რამე არ შეუსრულოს და ეხლა ეს არ ვიცი, ასეთთან ცხოვრება ცოტა გააჭირდება, ხო? ეს იყო ნებიერა, მესამე, მეოთხე და მეხუთე ამ როლებს ეძახიან კომპენსატორულ როლებს და კომპენსატორული როლი ნიშნავს იმას, რომ რაც დააკლდა ბავშვობაში, იმას უკეთებს სხვას და ამით იკომპენსირებს იმ ტრავმას. კომპენსატორულ როლებში არის ზუსტად ეს დედის როლი, დედიკო, ესე ქვია როლს. დედიკო ფერია და გადამრჩენელი. ხა რა განსხვავებაა ამათ შორის? აბსოლუტურად სხვადასხვა გზავნილები აქვს ამას. თითოეულ როლს დედიკოსთან თავარი რა თქმა უნდა არის ზრუნვა. და მისი მესიჯი გზავნილი სამყაროში არის დედიკო ყველაზე იზრუნებს. ის ყველას სამსახურში ჩაის დაუსხამს, ყავას დაუსხამს, მოახურებს რაღაცას რო აშენცივდეს, იქ ნათესავი ავათროა წაუღებს სადილს და ასე შემდეგ რა. ყველას დედიკოა რა. ჩვენთან მაგას ეძახიან რა ყველას მამიდა ხარო, გაგიგიათ ალბათ ეგეთი გამონათქვამი, ხო? ამ როლს ჩვენთან ესე ქვია, რომ ყველას მამიდა. აი ეს არის ეს როლი რა. ხო. შემდეგი არის ფერია. ანუ ამაზე რო დააკლდა ზრუნვა ბავშვობაში, იმით იკომპენსირებს, რომ თვითონ ხდება ყველას დედიკო. იმიტომ ქვია კომპენსატორული როლი. მეორე არის ფერია. ფერიას გზავნილია ვის უნდა სასწაული რიგში ჩადექით ყველას დაგეხმარებით. ეს დედიკოსგან განსხვავდება, იქ ზრუნვაა წამყვანი და აქ არის ეს თითქოს ფერიის ჯოხი აქ და აი ყველას რო გაუჩენელს გაუჩენს რა. აი ფერია მოგევლინება რა. ხო და ისე მოწონთ მე ეს როლი. მე ვიყავი მაგ როლში გაჭედილი სხვათა შორის და ძალიან გამიჭირდა მაქედან გამოსვლა.
ხო და კაცმა არ იცის კიდე ბოლომდე გამოსული ვარ თუ არა მიუხედავად იმისა რომ 100 ჯერ მაგ გაცნობიერებული რა არ არის ესე იოლი რა ქედან გამოსვლა იმის თქმა მინდა ხო და მოკლედ ისა რა ქვია თან ამ როლით ადამიანი სიამოვნებას იღებს ხო და როგორია ხა იმ სიამოვნება ამითი кайფობს რომ ყველაფერს გაუჩენელს აიქნებს ამ ფერის ჯოქს ყველაფერს გაუკეთ და იმას მოუვლის ის დედიკოროა და ხო ერთხელ ერთმა მითხრა კლიენტმა რომ ეს რო წაუკითხე დედიკოს როლი აუ ეხლა გამახსენდაო დეიდა ჩემი ყველას მამიდა იყო და ამაზე მე იმდენი ვიცინეთ რომ დეიდა იყო ყველას მამიდა დეიდა ჩემი ყველას მამიდა იყო და ეგრე ეხა ფერია გავიგეთ და ბოლო მეხუთე ეს არის გადამრჩენელი მხსნელი აი აქ უკვე წამყვანი არის ადამიანის გადარჩენა ამიტომ ზოგს ეჩვენება რომ ესო სამივე როლი ხო ერთნაირია რომ აბსოლუტურად არ არის ერთნაირი ეს არის კონკრეტულად გადარჩენაზე ორიენტირებული მისი გზავნილი არის მე შენ გადაგარჩენ მე გადავრჩები მოგრძალებულ და უცნობ გმირად ზოროს ნიღაბში ნუ ეს ყოველთვის არ ხდება რომ ზოგჯერ არის რომ არც უნდათ რომ მათი სახელი გამოჩნდეს და ისე უნდათ რომ გადაარჩინონ მაგრამ ეს იშვიათად ძირითადად ჩვეულებრივად ჩანს ეს ყველაფერი და პირდაპირაც ეუბნება ამ სიტყვა აი მაგალითად თუ გოგო ამ როლში გაჭედილი ხო აუცილებლად ის მოიზიდავს ან ნარკომან შეყვარებულს ან მოთამაშეს ან ვიღაც ალკოგოლზე დამოკიდებულს რომ უნდა გადაარჩინოს რომ ეს ეგეთი ჭირდება იმიტომ რომ ამ როლშია რა ხო და აი მე მქონდა ეგეთი შემთხვევა ძალიან კაი გოგო მგალობელი ისეთი კარგ ოჯახში გაზრდილი, მაგრამ ძალიან იყო ამ როლში, ამ გადამრჩენელის როლში გაჭედილი. მანგლისელი გოგო იყო და თბილისში რომ ჩამოვდივარო, მითხრა, ქუჩაშიო, კარგად ვათვალიერებს, მათხოვრებსო, კარგად, კაც მათხოვრებსო. რომ რომელიმე ცოლად გავყვე და გადავარჩინო. გესმით? ესე იგი უკვე სადამდე შეიძლება ეს როლი მივიდეს. ეს ნუ ეხლა ეს არის აი ძალიან უკიდურესი ვარიანტი, მაგრამ ახალგაზრდა გოგო რამდენი წლის იქნებოდა? აი 22-ის, 23-ის, 20-ის. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ აი 25-მდე ასაკში რა. ხო? ანუ ისე თუ ძალიან გააჭენე ამ როლში, აი სადამდე შეიძლება მიხვიდე, ხო? თუ არ გააცნობიერო სათხარ. ასე რომ აქაც არაფერი არ გენიშნათ არც ერთი როლი? კი მიცნობ ახლა. ხო და მითო გამიკვირდა. ეს ზახშირია ეს როლები. მინდა გითხრათ. ხო, სხვადასხვა ამ დედიკოს როლიდან რომ გამოდიან, თქვათ რომ იმ სამსახურში აღარავის არ დაუსხამს იმ ჩაის და ყავას და ასე შემდეგ, იწყინს მე ხალხს და კარგავს იმებს და ამიტომ არ არის ესე იოლი, ხო? პრეტენზიები აქვთ მე. ხო, როგორ აქამდე 20 წელი გვისხამდი ჩაის და ეხლა რა შესაქმე? ხო? რა თქმა უნდა, მე გავალდებულებენ და ეგ ხშირად ვამბობ და ვიდეოებში შევწერე პატარა მაგ თემაზე, რომ სიკეთის კეთების კანონები არსებობს, რომ პირველი რომ თუ არ გთხოვენ, არ დაეხმარო, მეორე თუ გთხოვენ, თუ მოვიდა და გთხოვა ადამიანმა, ეგრევე არ უნდა დაეხმარო, კარგად უნდა მოიფიქრო, შენი დასახმარებელია თუ ის თავის პასუხისმგებლობას შენ გკიდებს. თუ გკიდებს, ეგრევე უბრუნებ უკან პასუხისმგებლობას და ეუბნები რომ მე შემილია. ეხლა გამორთე ხომ გურამ ძალიან ცხელა. ой, შენ გაიხარე. ესე იგი, თუ გცივა კურტკა მოიცვი. მე ხო ფიქრობდი კურტკი ჩავიცვა მე. ხო და მოიცვი რა, იმიტომ ძალიან დამცხა. ხო და ნახე, თუ მოვიდა და გთხოვა დახმარება, ანუ კარგად უნდა მოიფიქრო, რომ შენი დასახმარებელია, თუ ის თავის პასუხისმგებლობას შენ გკიდებს. თუ გკიდებს, უკან უბრუნებ ამ პასუხისმგებლობას და პირდაპირ ეუბნები, რომ მე შემიძლია ახლა ეს გავაკეთო, მაგრამ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის შენი გასაკეთებელი. არა, ძირითადად ხვდებიან ადამიანები, მაგრამ იმის ხათრით არ ეწყინოს, ვაიმე იმის ხათრი მაგ, ჩემზე რა სიტყვიან, თქვან, ახლა ყველას როგორ მოეწონები, რაც უნდათ ის თქვან.
ხო, ძირითადად ქართველები ხათრით ვცხოვრობთ ჩვენ. და ვინმე რამე არ თქვას და ჩემზე ცუდი არ თქვან და კაი გოგოს ისა. არის აქ კარგი გოგოს როლი მივალ იქამდე. ხო. აი ხა 1-2-3 დღეს უკან პირად მაგალითს მოყვები ძალიან მოკლედ. ხო. მე ეს კბილი მქონდა ის გამოღებული და პრობლემა და სამსახურში მინდოდა რომ მეწავს სულიყავი მანქანით. ანუ მანქანა მე მჭირდებოდა და ჩემი ბიჭი გიორგიც ის ძირითადად ის დადის ხოლმე უნივერსიტეტში და ეხლა მაინტერესებს რომ ჭირდება მეორე დღეს მანქანა თვითონ წავა თუ მეტყვის არ მჭირდებაო მაშინ მეწავა გამოვიყენებ და მიხვდა ანუ რა კუთხით ვეუბნებოდი და მე არ ვიქნებიო ესეთი მშობელი ჩემი შვილისთვისო შენ მე უნდა მითხრაო რომ დედა იცი რა მე კბილი მткиვაო და ხვალ მეწავა თუ შეიძლება და შენ წადი ფეხითო დიახ უნდა გეთქვა არ უთხარი ხო არა მე ვუთხარი რომ ხვალ შენ მიგჭირდა ანუ რომელ საათზე მიდიხარ როდის მიდიხარ ანუ ისე ვუთხარ რომ ვერ მიმხვდარიყო რომ მანქანა მოჭირდა და მითხრა მე ნუ ხო იცის უკვე ჩემი ხასიათი და როდის კირტით ეს ვაი კაი მაგალითია ძალიან ხო და მე არ ვიქნები ესეთი მშობელი არ უნდა იყოს ეგეთი არა ხო არა ხარ ნამდვილად მითხრა რომ მე მჭირდება მткиვა და უნდა წავიდე მანქანა კი ბატონო კი ნინო პირველი ხუთეული ჩამოთვალე ისე რა პირველი? კი ბატონო. კი, პირველი უარყოფის ტრამვის, ხო? კი ბატონო. მოჩვენება აუთსაიდერი, ანუ ჩამორჩენილი, რომელიც არ შემამჩნიო რომ ისა განდეგილი ბჭყალებში, ფილოსოფოსი და ბერი ბჭყალებში. კაი, ეხლა გადავიდეთ ჩვენ ესე იგი მესამე ტრამვაზე, რომელიც ის ხო იყო 3 წლამდე. ეხლა წინ წავალთ 3 წლიდან 6 წლამდე. ეს უკვე სხვა ასაკია, ხო? 3 წლიდან 6 წლამდე უკვე მივედით აქ. ამ ტრამვას უკვე ქვია მაზოხისტური ტრამვა და ეს არის ბავშვის საზღვრების ქრონიკული რღვევის ტრამვა და აყალიბებს მაზოხისტური ტიპის ხასიათს. მაზოხიზმი იცით რა არის, მაგრამ მაზოხისტი კი არ ხდება, მაზოხისტური ხასიათის ტიპი. ხვდებით? აი ესეთი ტენდენციები რო აქვს ადამიანს. თორე ესე კი არა რომ მაზოხისტი, არა, ესე არ გაიგოთ. მაზოხისტური ხასიათის ტიპი ესე ქვია და გარკვეული მახასიათებლები აქვს. და ამ მახასიათებლებს კარგად გამოხატავს ეს ისა როლები, მაგალითად მსხვერპლის როლი, რა თქმა უნდა, მაზოხისტური ტიპის ის არის, ხო, ხასიათი. ხო. ეხლა ნახეთ, რატო ქვია ამ ტრამვას საზღვრების ქრონიკული რღვევის ტრამვა. იმიტომ რომ ამას აჩენს, როცა უხეშად არ ღვევ ბავშვის პიროვნულ საზღვრებს, მის ავტონომიურობას. 3 წლამდე ბავშვი თავის თავს ვერ გამოყოფს სამყაროდან. 3 წლამდე თავის თავზეც მესამე პირში ლაპარაკობს. 3 წლიდან უკვე გამოყოფს, უკვე ძლიერად ჩდება მე ვიზამ, ისა, ითხოვს ავტონომიურობას. აი ხა, დედის მუცელშიც როგორც პიროვნებას ისე უნდა ელაპარაკო ბავშვს, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ უკვე განსაკუთრებით, როცა ეს მე ჩდება 3 წლიდან და მან უნდა იგრძნოს რომ ის პიროვნება უნდა კითხო ის კი არ უნდა ის რა ქვია რო იციან ხომ მიუგდებენ და ასაცმელს და მშობლები და ამას რასაც მე გეტყვი იმას ჩაიცმე არაფრით არ შეიძლება თუნდაც 2 მიეცითო ფსიქოლოგები ამბობენ 2 შარვალი ან 2 კაბა და უთხარი რომ აი შენ აირჩიე რომელს ჩაიცმევთ რომ იგრძნოს რომ პიროვნებაა და მის აზრს პატივსცემენ და ისა ხო და როდესაც აი ესე უხეშად არ ყვევენ მის საზღვრებს და არ აღიარებენ მის ავტონომიურობას ამ დროს ესე იგი ჩნდება ეს ტრამვები ეს როლები პირველი არის მსხვერპლი რა თქმა უნდა მსხვერპლი იქნება ხო როცა ეჩვევა ამას რომ ის არაფერში არ იმაშვებიან იმას არ უწევენ ანგარიშს და არაფრად არ აგდებენ და ასე შემდეგ და ეგ არის ზუსტად მსხვერპლის როლი რომ მისი აზრი არავის არ აინტერესებს სხვას უნდა დაემორჩილოს და მე თუ მსხვერპლის როლში ხარ რა თქმა უნდა მოიმზიდავ ტირანს ტირანი იზიდავს მსხვერპლს ხო ყველა ვარიანტში ხო მსხვერპლის გზავნილი სამყაროში არის ესეთი მე დაუმსახურებლად მტკენენ გულს მართლა ტკენენ დაუმსახურებლად იმიტომ რომ ის ტირანი მოიზიდა და ის მართლა ესე ექცევა რომ არაფერში ანგარიშს არ უწევს და ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს იმ მსხვერპლმა როგორც იმ ტირანს უნდა და მართლაც ტკენს გულს მაგრამ ამან მოიზიდა ეს ტირანი ამაშია საქმე ხო მეორე როლი განტევების ვაცი მისი გზავნილია მუდმივად ვარ ბოლოში
კაზიოლად პუშჩენია განტევების ვაცი არის ეგრე. ნუ აი ყველა ჯოხი რო იმაზე ტყდება რა. ეგ ტიპია. მესამე ეს არის ცინიკოსი და ცინიზმი ეს არის ფარული აგრესია. იგივე აგრესია, ოღონდ ფარული. ანუ ის თქვათ ბავშვობაში რომ ერთხელ ორჯერ ამ ცინიზმით დაიცვა თავი, მე ეს განუმტკიცდა და სულ იყენებს ამას, როცა უკვე საერთოდ აღარ ჭირდება ის გაიზარდა, მაგრამ გაიჭედა იმ როლში და ეხა ცინიკოსის გვერდით არავის არ სიამოვნებს ყოფნა და ყველა ერიდება მე ეგეთ ადამიანს. ხო, ცინიკოსის გზავნილი არის თვითონ ხარ ეგეთი დიახაც, ესეთი გზავნილი აქვს. მეოთხე მასხარა მისი გზავნილი სამყაროში არის ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა, მოდი გავიცინოთ. ანუ იმან ერთხელ რაღაც იხუმრა, გააცინა მშობელი ესა და რაღაცა მიიღო, თქვათ. მერე მიხვდა რომ მე თუ ესე ვიქნები ყველაფერს ისა, აი ესე იგი ეს ამართლებს და გახდა მასხარა. კლასში ეგეთი ერთიან ორი ყოველთვის ის ხოლმე. რომელსაც პირდაპირ მასხარასაც ეძახიან, მინდა გითხრათ. ან კლოუნს, ან რაღაცას. ხშირად ძალიან. და ძალიან ხშირად იმიტომ პატიჟებენ ხოლმე სუფრაზეან დაბადების დღეზე, რომ აი ეხა ეს ანეკდოტებს მოყვება, გაგვაცინებს, იმ რაღაცა და ამისთვისაც ძალიან რთულია ამ როლიდან გამოსვლა, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ მეგობრები აღარ ყავს და შეიძლება დარჩეს ერთი მეგობარი, რომელიც იმიტომ კი არ პატიჟებდა, რომ ეს გააცინებდა, უბრალოდ მეგობარია რა. ხო და ესე იოლი არ არის რა. ეს მე რაღაც საფასურს მოითხოვს ხოლმე რა. განსაკუთრებით აი ეს მასხრის როლში რო არის, ეს თუ ამ როლიდან გამოვა, შეიძლება ვაფშე მარტო დარჩეს რა. ხო. მეხუთე ბოლო მეფისტოფელი, ანუ ბოროტის სული. აი ამათზე ამბობენ რა ყვავივით დაგვრჩხავი თავზეო რა. ხშირად ამას იმაშვებიან. ეხლა რა, ნახე როგორი გზავნილი აქვს ამ მეფისტოფელს. აბა რა გვაქვს ცუდად, სულ ერთია, მაინც ყველაფერი ცუდად იქნება. ამას აჟღერებს სულ. ყვავივით დაგვრჩხავის თავზე რა. იმიტომ რომ ეგეთი ის აქვს მორგებული. აქ რამე გეცნოთ? არც ერთი. არც ერთი. შენიც გეყოფა. კარგი. всё, ეს გავიარეთ, გადავიდეთ ახლა მეოთხეზე. მეოთხე არის ამ წინა მესამე ტრამვის მედლის მეორე მხარე. ანუ ესეც არის საზღვრების ქრონიკული რღვევა, ოღონდ სხვა სახით. და ამიტომ არის წინა ტრამვის მედლის მეორე მხარე, ამას ქვია ფსიქოპატური ტრავმა, იმიტომ რომ აყალიბებს ფსიქოპატური ხასიათის ტიპს. და გეცნობათ და გაგახსენდებათ ბევრი პიროვნება, ახლა ამას რო წავიკითხავ როლებს. ანუ ფსიქოპატი კი არ არის ადამიანი, ფსიქოპატური ხასიათის ტიპს აყალიბებს. და როგორიან, ხა ნახეთ. ესეც რა თქმა უნდა არის 6-დან 3-დან 6 წლამდე, იმიტომ რომ წინა ტრამვის უბრალოდ მედლის მეორე მხარეა. აქაც ჩვენ ვარღვევთ ბავშვის პიროვნულ საზღვრებს, ოღონდ ნახეთ როგორ ვარღვევთ იმის შებრუნებულად. იქ თუ არაფრად არ ვაგდებდით და რაღაცა ისა, უარყოფილი იყო და არ ქონდა ავტონომიურობა, აქ ვაძლევთ ზედმეტ თავისუფლებას. და თურმე ზედმეტი თავისუფლების მიცემაც არის ბავშვის პიროვნული საზღვრების რღვევა, იმიტომ რომ ბავშვს კალაპოტი აუცილებლად ჭირდება. არც ის ვარგა და არც ზედმეტი თავისუფლებას თუ აძლევ, უყავ ბავშვს რა. როგორც წესი, მე ან კრიმინალები არიან და ან რაღაცა მოკლედ. არ ვარგა. და ერთი ეს მიზეზი, რომ აი ზედმეტ თავისუფლებას ვაძლევ და ამით ვურღვევთ საზღვრებს და მეორე მიზეზი, რაც ამას აყალიბებს, არის, როდესაც ვაქებთ ოღონდ დაუმსახურებლად. ესეც არაფრით არ შეიძლება. მხოლოდ დამსახურ, მხოლოდ იმაზე უნდა შეაქო, რაც მართლა გააკეთა რა. ეხლა რას იწვევს ეს? პირველი ეს არის მაჩოს როლი. ოღონდ მაჩოს როლში კაცი არ იგულისხმება, ორივე იგულისხმება. ქალიც შეიძლება იყოს მაჩოს როლში, უბრალოდ როლს ქვია მაჩო. და ქალიც შეიძლება ამ როლში იყოს და კაციც. მაჩოს როლის გზავნილი არის მე ყველაზე მაგარი ვარ. ანუ მთელი ცხოვრება ამტკიცებს ეს ადამიანი, რომ აი ყველაზე მაგარია. მაგალითად მიშა სააკაშვილი ძალიან არის ამ როლში გაჭედილი.
და ეს რო ამ როლშია გაჭედილი, თვითონ სამყარო მიანიშნა. სამყარო, მისი პოლიტიკური სლოგანი იყო მიშა მაგარია. აი მეტი რა უნდა ეთქვა სამყაროს არ ვიცი. აქაც ეს წერია. მე ყველაზე მაგარი ვარ. ხო? სულ ამტკიცებს ამას. რაღაცას რო ხსნიდა, აი სოფლიოში საუკეთესო რაღაც გავხსენით. აი ყველაფერში ჩანს ეს რა, ძალიან მარტივად. სააკაშვილი არა მარტო მაჩოს როლშია, მაჩოს როლის გარდა ტირანის როლშიც არის გაჭედილი, მსხვერპლის როლშიც არის, ბევრ როლს ვხედავ მე მან და მაგრამ მაჩო აი ძალიან ყვირის რა. აი ეს როგორი ტიპები არიან, იცი რომ 100 ქალი იმიტომ კი არ ეყოლებათ, რომ უნდათ ეს 100. იმიტომ რომ მე თქვან რომ მე ყველაზე მაგარი ვარ 100 ქალი მყავდა. ანუ სულ ამას აწვება რომ ყველაზე მაგარია რა. და ყველაფერში ჩანს. მეორე როლი აქ არის გმირი. მისი გზავნილი არის მე ყველაზე კარგი ვარ, ვნახო ერთი როდის მაქვს ცხრილში შემდეგი გმირობა. ეს ამ გმირობაზეა ჩაციკლული, რომ აი მე ახლა უნდა ჩავიდინო რაღაცა. ძალიან ხშირად ესენი სიკვდილით ამთავრებენ სიცოცხლეს. მაგალითად დაიწყო აფხაზეთში ომი. ამას თოფი რო არ ჭერია ხელში, მეორე დღესვე წავა მოხალისედ და მესამე დღეს ჩამოასვენებენ. იმიტომ რომ წავიდა რომ გმირობა ჩაიძინოს და ბევრი წავიდა ეგრე და მეორე დღეს ჩამოასვენეს. ან გადახტება სადღაც ისა, ცურვა არ იცის, ვიღაც უნდა გადაარჩინოს და რა თქმა უნდა იხჭობა. ან ხანძარში შევარდება, არაცლის იმას მეხანძრეს და რა თქმა უნდა დაიწვება, იმიტომ რომ არაცვია ის მეხანძრისთან სასველი. და ასე შემდეგ რა, ხო? აი ადამიანების შორის ურთიერთობები. ხო. ადამიანების შორის ურთიერთობაში უფრო რა ესეთი პრაქტიკული მაგალითი გმირის. ხო, რაღაცა უნდა ჩაიდინოს, შენ გადაგარჩინოს, რაღაცას ჩაიდენს შენს გამო. ჰა? ყველა მოკვდა რაც დავასახელე. არ უნდა რომ მოკვდეს. ეგეთი გმირობა მაგალითია. არა, ეს მე უკიდურეს მაგალითებს. აი სამსახურში რა შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს. აი, ხვის მაგივრად დაწერს დისერტაციას. არა, ნუ უბრალოდ ეს მაგალითისთვის რომ უკიდურეს მაგალითებიც არსებობს ხოთა შორის, როგორ არ არსებობს. ახმისთვის მაინტერესებს. აი, მაგალითად შენს მაგივრად დაწერს დისერტაციას. გმირობა. ეგ ხო გადარჩენა არ არის. გადარჩენა ცოტა სხვა რამეა. გადარჩენა არის რომ რაღაცა შენ რომ გააკეთე, აი გადაგარჩენს და თვითონ დაიბრალებს. შეიძლება ეგ გადამჩენელის როლიც იყოს, გმირიც იყოს. გესმის? ეს შეიძლება ერთადაც იყოს. არ არის გამორიცხული, ხო? ბევრი რაღაცა რა, ის სადაც აი რო ეტყვიან რომ გმირი ხარ რა. აი ხო? ესეთი ადამიანები ვინც ეს ხო. სხვა როლია რომ ამბობენ რომ აი ხო. ერთი დღე არ ვიყავი და თავზე დაიქცა ყველაფერი აი ეს არა, ეგ გმირი არ არის. ჩემს გარეშე ვერაფერს ეგ შეიძლება იყოს დედიკო, ძალიან ხშირად მაგათ აქვთ ხოლმე, რომ უჩემოთ რა გეშველებათ, მშივრები დარჩებით, ერთი დღე არ ვიყავი სახში და ბუტერბროდები ჭამეთ. რა მოხდა მე? ბუტერბროდები რო ჭამეთ ხო? არა, ნუ ყველას არ მოერგება ეგ, არა, ყველას არა. ყველას არა, მაგრამ აი ეხა ბოლომდე რო ჩავალ. ხო, ბოლომდე რო ჩავალ, თქვენ თვითონ კარგად მიხვდებით, ხო, რომელს მოერგება. ფერიად შეიძლება იყოს, თქვათ, დედიკო, თავისუფლად, კარგი გოგოც, აი ხა ჩავალ კარგი გოგომ და ის მეხუთე ტრამვაშია, კარგი გოგოს როლი. და კარგი გოგოს როლი ქართველებში ისეთი აღზრდაა, რომ ძალიან ხშირია. სხვერპლიც, კარგი გოგოც, ფერიაც, დედიკოც აღზრდის სტილიდან გამომდინარე. ხო. ესე იგი, გმირი გავიგეთ. შემდეგი არის ანტიგმირი. აი, ანტიგმირი და ტირანი, ეს ორი როლი არის საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში როლები. ანტიგმირი და ტირანი. ხა ანტიგმირის მესიჯი როგორია? მე ყველაზე ცუდი ვარ. გმირი ხო ამბობდა, რომ მე ყველაზე კარგი ვარ. ეს ამბობს მე ყველაზე ცუდი ვარ, არ არის სამყაროში უფრო მეტი სიხარული, ვიდრე ადამიანებისთვის საზიზღრობების კეთება. ანუ ამას ეს სიამოვნებს. კრიმინალი, ტიპიური. აი ტიპიური კრიმინალური ისა რა. სიამოვნებს რა. აი მაგალითად მე
გავგიჟდი რომ ჩემი თვალით ყურით რომ მოვისმინე ერთი ბიჭი დადიოდა ჩვენთან ხო და ეს რო წაუკითხე რომ ტრამვები რო გავაცანი თვითონ მითხარ რომ მე ანტიგმირის როლში ვარო ხო და საიდან მიხვდი თქო მე უთხარ ციხეში ნამჯდარი იყო უკვე გამოსული იყო უკვე ხო და იცი საიდან მივხვდიო აი მე და ჩემი მეგობრებიო რომ შევიკრიბებოდით უბანშიო ესე ვამბობდითო რომ აბა დღეს ვის დედას ჩავაცვათ შავები ანუ ვინ მოვკლათ და ეს მაგრაქვსია მოუნებდაო აბა დღეს ვის დედას ჩავაცვათ შავები ანუ საიდან მოდის ტრამვა რომელიც ჩნდება 3-დან 6 წლამდე როცა урღვევ ბავშვს საზღვრებს ოღონდ урღვევ როგორ ზედმეტ თავისუფლებას როცა აძლევ ეგეც საზღვრების რღვევა და ის გადადის კალაპოტიდან ბავშვს ჭირდება კალაპოტი ყოველთვის და მშობელი აძლევს ამ კალაპოტს ხო ну ძირითადად ეხა ვინც ამ როლშია გაჭედილი ძირითადად არიან კრიმინალები და ზიან ციხეში მაგრამ ну არ არის აუცილებელი მაგრამ ну ძირითადად მაგამდე მიდიან ხოლმე რა თქმა უნდა ხო თუმცა შეიძლება პოლიციელიც იყოს არ გამოვრიცხავ ანუ ეს აუცილებელი არ არის მაგრამ ძირითადად ციხეში ზიან და არიან კრიმინალები მეოთხე ტირანი მისი გზავნილი არის ასეთი მე მჭირდება მთელი სამყარო გააკეთე ისე როგორც მე ვამბობ. აი ეს არის ტირანისთვის მთავარი გზავნილი, რომ გააკეთე ისე როგორც მე ვამბობ. იმას არ აინტერესებს, არ ჩემი სურვილები, არ ჩემი ინტერესები, არ ჩემი მოთხოვნილებები. უნდა დაემორჩილო რა. მე როგორც ვიტყვი, ისე იქნება. გააკეთებ ისე როგორც მე ვამბობ. ხო? და ბოლო არის დენთის კასრი. არახავაა ბოჭკა, რომლის გზავნილია. ნუ მაბრაზებ, მე მხოლოდ მიზეს ველოდები, რომ ავფეთქდე. ეხლა რა ხდება ამ დენთის კასრთან, ნახეთ? დენთის კასრს ისახასიათებს, რომ ძალიან დიდხანს ეს რაღაცებს ითმენს და მე შეიძლება სუპატარა რაღაცაზე აი ისე აფეთქდეს, რომ წალეკოს ყველაფერი. მე ისე ითმენს, მე ფეთქდება. ითმენს, ფეთქდება. სულ მთელი ცხოვრება ამაშია, თუ არ შეცვლის რა. და მე უკვე ხოლმე რომ ასეთ პატარა რაღაცაზე ასე აფეთქდაო და იმ პატარა რაღაცაზე იმიტომ აფეთქდა, რომ მანამდე აქ მოთმენილი და არ თქვა არაფერი. ეს სტრატეგია აქ ბავშვობიდან ითმენდა, მე უცებ ფეთქდებოდა და ამას შეეჩვია და გონია რომ ესეა რა. რომ უნდა მოითმინოს, მე ისე აფეთქდეს, რომ აი გადაბუგოს ყველაფერი. აბა აქედან რამე გენიშნათ, მოვრჩით ეს მეოთხე ტრამვა. არც ერთი. ჰა? დაწერე. ვინმე ხართ ისეთი, რომელმაც უკვე 4 ტრამვა გავიარეთ და არც ერთი როლი არ მონიშნეთ. გამოდითუნა დაქტო. არა, არ არსებობს ეგეთი კაცო, ერთი როლი მაინც ყველას აქვს. ჯერ მეხუთე დაგვრჩა კიდე. სერიოზული ის არის მეხუთე. აი, ეგეთი ადამიანი არ არსებობს, ვისაც არაფერი არ აქვს. так, შემდეგი მეხუთე და ბოლო ტრამვა ეს არის ისტერიულ ტრამვას ვეძახით, იმიტომ რომ ისტერიული ხასიათის ტიპს ახლა აყალიბებს, ისტერიჩკა არის რო იძახიან, ხო, ისტერიული ხასიათის ტიპი. რომელიც ჩნდება ადამიანის როგორც ღირებული პიროვნების ან როცა გადაჭარბებული შეფასება ხდება, ან პირიქით გაუფასურება და ნაკლებობა არა. ხო, ეს არის უკვე 12 წლამდე. და ეს ბოლოა 12 წლის მერე უკვე ბავშვობის ტრამვებს აღარ ვახსენებთ. ეს უკვე დაბადებიდან ან თქვათ შეიძლება მოცლად ყოფნიდანაც, 12 წლამდე რა მოკლედ 12 წლამდე. პირველი ხო, აქაც ნახე, აქაც არის უკიდურესობები. ან ძალიან იმაშვებიან, აქებენ და ადიდებენ ბავშვს, ან აუფასურებენ საშინლად, ხო? ან მაგალითად სხვებისთან დასწრებით აქებენ და სახლში საერთოდ არ აქებენ, ესეც საშინელებაა, ძალიან ცუდად მოქმედ. ესეც იწვევს ასეთ ტრამვას.
პირველი ვარსკვლავთ ბიჭუნა ან ვარსკვლავთ გოგონა. როლს ქვია ესე, მისი გზავნილია მე მშვენიერი ვარ, შორეული და მიუწვდომელი, შორიდან დატკბი ჩემით. ნახე? ვარსკვლავი ლამაზია, მაგრამ შორს არის. აი, შორიდან უნდა დატკბე უყურო. ეს ადამიანიც ესეა. ამან არ იცის რო კარგია, იმიტომ რომ აუფასურებდნენ ბავშვობაში, არ იცის რო კარგია. და საშინელი შიში აქვს, რომ მე რო ახლოს გამიცნობენ, აღარ მოვეწონები და ესე დისტანციურად არის. აი, შორიდან დატკბი ჩემით. ეხლა ვის უნდა შორიდან ისა, კაცო, თუ მოწონხარ ადამიანს, უნდა რომ ახლოს მოვიდეს. ვარსკვლავი? აბა რა. ვარსკვლავით ეხლა ის ხო არ არის. ხო? და ეგეც მე რა თქმა უნდა კარგავს ყველას. იმიტომ რომ თვითონ იმაშვება, ხო, დისტანცირდება. თვითონ ხო ვარსკვლავით თუ ხარ, ვინ შეყვარებული გაგიჩერდება, ვერ გავიგე. შორიდან უნდა დატკბეს შენი, არ გაგიცნოს ახლოს? ყავით მოგწოდოს. ხო და ამას შიში აქვს, რომ ვაიმე რო გამიცნობენ, აღარ მოვეწონები და ეს შორიდან. მეორე პრინცი, პრინცესა. ეს არის აი როცა ზედმეტად აქებდნენ და ცაში აიყვანეს და ამისი მესიჯია აღფრთოვანდი ჩემით. ამას უნდა რომ მუდმივად მისით იყოს ყველა აღფრთოვანებული. ეხლა ეს პრინცესას როლი მაგალითად აუცილებელია რომ ადამიანს კონდეს თაფლობის თვეში. ეხლა გოგო თუ ხარ და თაფლობის თვე გაქვს. ეხლა თაფლობის თვეში პრინცესას როლი უნდა კონდეს და იქ აღფრთოვანებული უნდა იყოს შენი ქმარი, აბა რა. მაგრამ მე ეხლა დამთორდა ეს თაფლობის ქვე და დაღლილი მოვიდა სამსახურიდან. ეხლა ყოველ წუთში როგორ აღფრთოვანდება შენით, კაცო? ჰა? გამოდი როლიდან. და ვეღარ გამოდის მაგაში ეს. და მაგაზია ლაპარაკი. არა, ნახე, აქ ნახე, აი, ნახე, ეგ ვთქვი მე წეღან რომ ბოლომდე კი არ უნდა გამოხვიდე როლიდან. როლში უნდა იყოს ადეკვატური. სადაც პრინცესის როლი გჭირდება, მარტო იქ ხარ პრინცესა, ყველგან კი არა. ანუ ბოლომდე გამოსვლაზე აქ არ არის ლაპარაკი. რო ხდები ადეკვატური, ანუ იმ როლს იხენებ მაშინ, როცა გჭირდება. ნუ პირველი გამახსენდა თაფლობის თვე, სადაც მართლა პრინცესის როლში უნდა იყოს, აბა რა როლში უნდა იყოს, კაცო? ანუ ადეკვატური ხდები და იქ აღარ ხარ ადეკვატური. ხო, ყველას რო თხოვ, იმას მეგობარს, სამსახურში ხო, შესაბამისი რა. ხო, ყველა ვინ აღფრთოვანდება, ხო, ყველა თანამშრომელი შენით. ნუ ხა არაადეკვატური ხდები რა. ვისაც დააკრიტა, იმას პირიქით აქვს? არა, ის მე გითხარით იქ რო იყო სამი როლი კომპენსატორული, ეს იყო დედიკო, ფერია და გადამრჩენელი. რაც დააკლდა, იმას უკეთებს ხვებს, მაგრამ დანარჩენში ეგრე არ მithქვამს. აქ ძალიან როცაში აიყვანეს და მთელი ცხოვრება, მთელი ბავშვობა რო ეძახდნენ ჩემო პრინცესა, ჩემო ყველაზე ლამაზო და გაიჭედა ამ როლში. ამ პირიქით რო გააუფასურეს და არაქებდნენ და ვერ მიხვდა ბავშვი კარგია თუ ცუდი, გაიჭედა იმ ვარსკვლავთ გოგონას, იმიტომ რომ არ იცის რო კარგია და ეშინია რო გამიცნობენ, მე ხო არა ვარ კარგი და დამშორდებიანო და შიში აქვს. ანუ აქ არ არის კომპენსატორული, აქ არის როგორც ექცეოდნენ, კი. მესამე, კარგი ბიჭი, კარგი გოგო. მისი გზავნილი, მე კარგი ვარ, ხომე თანხმები შემაქე. ანუ ეს სულ ითხოვს ამან სინამდვილეში. არ იცის რო კარგია და სულ გარედან ითხოვს დასტურს, რომ ხო მე ხო კარგი ვარ, ხო კაი გოგო ვარ. აი გაგიუთავეს აროჭკა. ხო კაი გოგო ვარ. აი ეს რაღაცა გაგიკეთე. სამსახურში შევა უფროსთან და ეს წერილები გავაგზავნე. ხო კაი გოგო ვარ. იმან უნდა გაიგონოს, რომ კაი გოგო ხარ. ანუ სამყაროდან სულ მუდმივად ითხოვს დასტურს. რომ კარგი გოგო ხარ, ან კარგი ბიჭი ხარ. იმიტომ რომ არ იცის. თუ იცი, რა დასტური გჭირდება? რაც იცი, ეხლა მე რა არ ვიცი, რომ ქალი ვარ, ყველას უნდა ვკითხო, ქალი ვარ თუ გაცი ვარ, ხო სისულელია. აი მან არ იცის და სულ დასტურს ითხოვს რა. ხო. კარგი. ხო და ვინც ეტყვის რომ რა კაი გოგო ხარ, იმას გაყვება ეგრევე. თუნდაც ნარკომანი იყოს, მაგრამ იმიტომ რომ ისე უნება რომ უი რა კაი გოგო ხარ შენ. ძალიან იოლად წამოეგება რაღაცაზე რა. ან ნახე ამათი ყველაზე ამ კარგი გოგოების ყველაზე საშინელება არის ის, რომ ესენი თავისი ცხოვრებით ვერასდროს ვერ ცხოვრობენ.
ცხოვრობენ ისე რომ მასზე თქვან რომ კარგი გოგოა, ან კარგი ბიჭია. დაიცავს დისერტაციას, იმიტომ რომ მამამ უნდა უთხრას რომ აბა რა, ეგეთი შვილი არავის არ აქვს, კაი გოგო ხარ. არ უნდა ამ დისერტაციის დაცვა, სულ სხვა რაღაცის გაკეთება უნდა. ანუ თავისი ცხოვრებით ვერც, მაგრამ მე რო არ იტყვიან იმაზე რომ კაი გოგოა. ხო, ანუ ესეთი ადამიანი ვერასდროს თავის ცხოვრებით ვერ იცხოვრებს, ეს ერთი, მეორე არის მუდმივად დაძაბული და არ აძლევს თავის თავს შეცდომის უფლებას. აი ეს ახასიათებთ ძალიან, ამითი ამოიცნობ. აი ესია მოჭიმული, რომ რამე ეხლა ისეთი არ მომივიდეს, რომ ჩემზე თქვან რომ ცუდი ვარ. ანუ რამე არ შემეშალოს. რომ მოდიან ეგეთები ჩემთან. პირველ რიგში მოდუნებას ვასწავლე, იმიტომ აი ესია დაჭიმული. ვერ დუნდება, ამას არის შეჩვეული და რომ მოდუნდება, მე რეგზნობს თეთა როგორი დაძაბული ვიყავიო, ვერც ამჩნევს რომ დაძაბული. მთელი ენერგია მისდის, მთელი ენერგია აი ამ დაძაბულობის შენარჩუნებაზე, რომ რამე არ შემეშალოს. ის კი არა მე რა მინდა, მე რა მინდა. ხო? არა, რამე არ შემეშალოს. კაი გოგო, ყველამ უნდა თქვას ჩემზე. და არ აძლევს თავის თავს შეცდომის უფლებას. ესე იგი ვერ ცხოვრობს, არსებობს. ანუ თავის ცხოვრება არ აქვს. სამაგეროდ ყველა ამბობს მასზე, რომ კარგია და ამითია კმაყოფილი. ხო? მეოთხე, მაცთუნებელი ბიჭი, მაცთუნებელი გოგო. მისი გზავნილია თქვენ მიმზიდველი ხართ მე საოცრად, მიმზიდველი რატო დავკარგოთ ტყუილად დრო. ანუ ეს ყველას თავს აწოდებს, ყველას ეპრანჭება, აბსოლუტურად ყველას. ну მშობლების გარდა რა თქმა უნდა და შვილის გარდა კიდე. დანარჩენ ყველას. და სულ ამ თამაშებშია. და მეხუთე მსახიობი გოგო, მსახიობი ბიჭი, რაც ტიპიურად ამ ისტერიული ხასიათის ტიპს ახასიათებს, რომ ამათ უნდათ რომ სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ. როგორც მსახიობის სცენაზე და სხვებმატაში დაუკრან და აღდოვანდნენ და ის იყოს ცენტრში ყურადღების, ხო? მისი გზავნილი არის, მოდი ვითამაშოთ, ყურადღება მომაქციე. ანუ ის გეპატიჟება ამ თამაშში, მას არ შეუძლია ნაღდი გულისმიერი ურთიერთობები, აი ეს ახასიათებს, ისინი არიან ძალიან ზერელე, ისტერიული ტიპები, სულ უნდა იყვნენ ყურადღების ცენტრში, სულ ყველა ის არის სცენაზე და სხვები მაყურებლები, ყველა მტაში უნდა დაუკრას. გეპატიჟება ამ თავის თამაშში, თუ შენ თანახმახარ იმაზე, რომ ეს ურთიერთობა იქნება ძალიან ზედაპირული და არ იქნება ნაღდი და გულისმიერი. არა აქვს ეს ბავშვობაში ნასწავლი. არ იცის ეს რა არის, იმიტომ რომ მის ოჯახში არ იყო ნაღდი გულისმიერი ურთიერთობები და არ იცის ეს რა არის. აი ეს ზედაპირულად. თუ გაწყობს კი ბატონო. არ აქვს ნასწავლი და ამიტომ არ შეუძლია ეს ნაღდი ურთიერთობები. იმიტომ რომ მის ოჯახში არც ერთმანეთში არ ქონდათ, არც მასთან არ ქონდათ ასეთი ნაღდი გულისმიერი ურთიერთობა და დარჩა ამაში გაიჭედა. აი ეს როლია მსახიობი, ბიჭი, მსახიობი გოგო. აქ ვინმეს რამე გეცნოთ? არა. კაი, ხართ ვინმე ისეთი, ვინც ერთი როლი მაინც ვერ მონიშნეთ. აბა მე ვფიქრობ ეს არა, ეგეთი შეიძლება რაღაცა ყველგან ცოტა ამოვიცნო ჩემი თავი, მაგრამ ესე რა ცოტა ყველას გვაქვს ყველაფერი, არა, აქ რაღაცა უნდა ზუსტად რომ მე ეს ამაზე პასუხი ვერ მეკითხებ, ეს არ არის მარტივი მოსაფიქრო. არა, არ არის მარტივი, ნამდვილად არ არის. არ არის მარტივი, მაგრამ როცა არის ის როლი ეგრევე რეზონირებს და ხვდები რომ 1-2 შეიძლება უფრო დომინანტური. ხო, 1-2 ხო. რომელი იყო ის 1-2? აი ეს მაგალითად მუდმივად რომ ითხოვს თქვად ეგრე არისო, აი ობოლი თუ რომელი? ეხა გეტყვით. აი კარგი ბიჭი, კარგი გოგო, გარედან ითხოვს დასტურს, არა, უბრალოდ აი ეს დასტური კი არ არის, უბრალოდ სულ აი გინდა რომ შეგაქონ? არა, გინდა რომ აი რაღაცა ცუდი არ თქვან, აი რაღაცა არ შეგეშალოს. ეგ არის. დაძაბვას მე მაგ ხოლმე ეს გასაკუთრებით ხარი. ეგ არის, ხარ მაგროლში. ეგ უნდა გააცნობიერო, რომ გამოხვიდე. იმიტომ რომ მთელი ენერგია მაგაზე წავა მაგ დაძაბულობაზე. კაია, ეგ რო აღმოაჩინე, კაია. სხვებს რა აღმოაჩინეთ? სამიო კომპენსაცია.
აშკარად სამივე კომპენსატორული. ჩაბეტონებული. მაპატიება დანარჩენი 25-დან 3 ჩემია და მეტი რაღაც სრულიად გეყოფა. ეხა ძალიან ისეთია ყველას. არა, ყველას არა აქვს. ხა ცოტ-ცოტა რა თქმა უნდა ყველას. მე ვიცი ხო კარგად. არა, ცოტ-ცოტა რა თქმა უნდა კაცო ადამიანები ვართ, მაგრამ აქ არის რომ გამოკვეთილად არის ხოლმე რა. ხო, ყველაზე სახასიათო ჩემია და ჩამოთვალში. კაი, სხვები რა სიტყვით უკანა ფლანგი. აი ეს რაც ესეთი რომ ცუდად არ ვაწყენინო, არ ვატკინო ცუდად არ მოიცე ესეთი რაღაცა. კარგი გოგო? არა, არაწყენა ეგ კიდეც. არა, არა ვაწყენიო, კარგ გოგოსაც ახასიათებს. აი თქო რომ აი სიტყვაზე თავარია ჩემზე ცუდი არ თქვა. ხო, თავარია ჩემზე ცუდი არ თქვან. აი ეგეც. პირდაპირ ამბობენ ამას, ამბობენ. ხო, კი. აი ეს ფილოსოფოსი რო თქვით. კი. ეგ კიდე რო განვიმარტოთ შეიძლება. ფილოსოფოსი არის ზედმეტად უკირკიტებს ისეთ რაღაცას, რაც არ არის საჭირო. აი ხო, აი ნუ ფილოსოფოსოფო პირდაპირ ეუნებიან. რა თუნდა? ორიენტირებული ეგ დეტალებზე ორიენტირებულობა თუ ჯანსაღი არის აუცილებელი. აუცილებელი. შერლოკ ჰოლმსი აბა რას აკეთებდა? მაგით გახსნა ყველა მკვლელობა, რომ დეტალებზე იყო ორიენტირება, მაგრამ ის ადეკვატური იყო, კაცო. ცოტა შეიძლება მეცნობა. ხო, დეტალებზე. არა, მარტო დეტალებზე არ არის აქ ლაპარაკი. აი, იქ ნახე რა ეწერა, რისთვის არის ეს ყველაფერი, რა საჭირო არის, ისთვის არის ეს, აი ზედმეტად, ნუ. სადაც არ არის ის ფილოსოფოსობა საჭირო. ხო, იქ ხოლმე მიხვდე ადამიანი. აგროვში ვერ ხვდება. ხო და მაგას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა, რომ გავაცნობიეროთ, რომ ეს არაჯანსაღია. ამან და ეს თითოეული როლი ჩვენ უშლის ჩვენს პიროვნულ განვითარებას ხელს, უშლის. მაგრამ ნარკოტიკივით არის, აი როგორც ნარკომანს სიამოვნებს, ხო იმ ნარკოტიკის მიღება და უჭირს მე იმაზე თავის დანებება. ეს როლებიც მე ნარკოტიკივით ხდება. სიამოვნებს. ის რომ ეხლა გადაარჩენვა, აი მე ხელა ის არის. ნარკოტიკია. მაგისეთ მოწყენილი. მოწყენილი ხარ, კაცო. ეგ შენი არა გაქვს. აი მართლა ანდამატინი იზიდავ მე. კი, და მე ეგეთ ტიპებს იზიდავ. თუ მსხვერპლი ხარ, ტირანებს იზიდავ. ტირანი ხარ, მსხვერპლი სუგეყოლება ვიღაცა ან ცოლი ან ვიღაცა რა, სულ თანამშრომელი, მეგობარი, ხა? პირველი არის გაცნობიერება. ხო, თუ არ ზოგჯერ თვითონაც გამოდის ადამიანი. სულ არ ჭირდება ფსიქოთერაპია. და ვიცი ეგეთები, რომ გააცნობიერო, რომ აღარავის დედა აღარ ვიქნები რა. და დაამთავრა რა მართლა. ხო? მაგრამ იშვიათად უჭირს მაინც თვითონ დავისწავთან ადამიანს. ხო. კი, აუცილებლად. ონლაინ ვინც არის, თქვენ რა სიტყვით, რომელიმე როლი გეცნოთ? მე მეგონი ყველგან მოვინიშნე ჩემი თავი 5-ვე ტრავმაში რაღაცები დავიჭირე ყველაში. ანუ მიხვდით რა გაქვთ გასაცნობიერებელი და რა ქცევის სტრატეგია შესაძლებელი. დიახ, კი. ხო. მადლობა. არაფერს. კი ბატონო, ხო. ეს გადარჩენილი და ის კარპმანი სამკუთხედში ცხოვრობს. კი, იგივე. ხო, რა თქმა უნდა, კარპმანი სამკუთხედში, კი. ესეც გარდამავალი იქიდან შეიძლება გადავიდეს მაგრამ სპორტის კლუბში. რა თქმა უნდა, კარპმანის აღმოჩენა ზუსტად ეგ არის, რომ გენიალური აღმოაჩინა, რომ ტრიალებ მე ამაში. ხან მსხვერპლი ხარ, ხან ტირანი, ხან გადამრჩენელი და ასე იტრიალებ 40 წელი თუ არ აიღე შენ ცხოვრებაზე პასუხისგებლობა და არ თქვი რომ რაღაცა, всё რა. მე არც ის ვარ, მაგიტო არ დავიბადე და მე მივხედავ ჩემ ცხოვრებას რა. მეთოდებს რაც შეეხება, მე ბევრი მეთოდები არის, აი მე რაც ძალიან მიყვარს. არა, მიხვედრა არ არის ძნელი. არსებობს მაგის ტესტებიც, მაგრამ მიხვედრა არ არის ძნელი. თავარია მე როგორ გამოიყვანო აქედან. მე ძალიან, ბევრ ამას ვიყენებ მე, მაგრამ აი ძალიან მიყვარს ნიღბით თერაპია ქვია, ფანტასტიკური ტექნიკაა. ვახატი, აი თქვათ 3 როლი აღმოაჩინა, ხო, რომელშიც გაჭედილია. იმ 3 როლის ნიღაბს ვახატინებ.
ეს არტ-თერაპიის ის არის. მე ჭრის ამ ნიღაბს, აი სახის ხელა ნიღაბს ხატავს რა და მე ეს ტრანსული ტექნიკა ოღონდ მოსიარულე ტრანსია. მე იფარებს ამ ნიღაბს სახეზე, შედის იმ როლში და დადის, თქვათ, იმ როლით დაждდება, დგება, რაღაცა ფრაზას იწვის, ოღონდ იმ როლიდან. და მე იხსნის ამ ნიღაბს, დებს და ამბობს, რომ მე არა ვარ, თქვათ, ნინო, მე ვარ ბოდიში მე არა ვარ გადამრჩენელი, მე ვარ ნინო, ან მე არა ვარ მსხვერპლი, მე ვარ ნინო და იხსნის ამას და დებს და მე ვარჩევთ ამას, რა იგრძნო იმ როლში, რა გაახსენდა, რა სიტუაციები, რითი შეუშალა იმან ხელი, რითი დააბრკოლა, რატოა უსარგებლო მისთვის ეს როლი, მთელი ამბავია რა. ამას შეიძლება ერთი სესიაც არ ეყოს, ზოგჯერ ორ სესიასაც უთმობ ხოლმე. მე ვარ სხვა როლი, ანუ სხვა როლი არა. ამბობს მე არა ვარ მსხვერპლი, მე ვარ ნინო. და ეს ნინო სადაც ჭირდება მსხვერპლია, სადაც ჭირდება დედაა, სადაც ჭირდება ტირანია, სადაც ჭირდება გადამრჩენელია, ადეკვატურია. ანუ აი სიტყვებიც უნდა თქვას ადამიანმა, რომ ეხმარება, რომ ამბობს, რომ მოიხსნის ამ ნიღაბს, თქვა მსხვერპლის ნიღაბს, რომ ამოთქვას ეს ხმამაღლა, რომ მე აღარ ვარ კარგი გოგო. მე ვარ ნინო. და ეს ნინო ხან ისეთია, ხან ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე. ანუ როცა გამოვა იმ როლიდან მაგას რო გამოვა ჯერ 1-2-3 წუთი შედის ამ როლში, შედის, დადის, დაждდება, რაღაცას იტყვის, რომ დასრულდება ეს პროცესი და რომ გამოვა, მე იხსნის სახიდან ამ ნიღაბს, დებს და მე ამბობს მაგას. ეს ძალიან ეფექტურია, იმიტომ რომ მე ვარჩევთ ამას დიდხან და ტრანსული თერაპიითაც რა თქმა უნდა ძალიან ხატვით, რა ვიცი, ბევრი ხო შეიძლება მიეხმარო ამის გაცნობიერებაში. ტრანსში ვახსენებიებთ, როდის იყო იმ როლში, რითი დააბრკოლა რა, რატო არ არის სასარგებლო მისთვის ეს. მე უნდა დაანახო აუცილებლად ტრანსში, რომ როცა გამოვიდა ამ როლიდან, როგორ ხედავს თავის თავს მომავალში სხვადასხვა სიტუაციებში, როგორ იქცევა იმის ნაცვლად, რასაც მოიქცეოდა ამ როლში რო ყოფილიყო. მთელი ტექნიკებია უამრავი. ტრანსული თერაპია ძალიან ეფექტურია, ეს ნიღბით თერაპიაც ძალიან ეფექტურია, ძალიან. რა ვიცი, ბევრია მეთოდები, რითიც ვეხმარებით, მაგრამ ზოგჯერ თვითონაც ახერხებს, რა თქმა უნდა, ადამიანი. თავარი არის გაცნობიერება, რისი, რომ ეს ჩემთვის არ არის სასარგებლო. ეს მე მიშლის ხელს. ხო? თორე თუ სასარგებლოა, რატო გამოვა იქიდან? ეგ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს აფრკოლებს მის პიროვნულ განვითარებას. ეს უსარგებლოა მისთვის. ამისგან უნდა გათავისუფლდეს. აი ეჭვიანი ადამიანი არ გულისხმობ ხოლმე აი მამახის და ბავშვების. ხო. ზოგადად ეჭვიანი ადამიანი, რომელს ეჭვიანობა ცალკე ფსიქოლოგიაში. ნახე, გეტყვი. ეჭვიანობა ცალკე ითვლება ფსიქოლოგიაში, ცალკე პათოლოგია ეს. რომელსაც ცალკე მკურნალობა ჭირდება. აქედან ნებისმიერი როლი შეიძლება თან ეჭვიანი იყოს. ეს ცალკე გართულებაა ფსიქიკის. ძირითადად ეჭვიანობა მაინც ეფუძნება დაბალ თვითშეფასებას. როცა დაბალია თვითშეფასება, მაშინ ეჭვიანი, მაგრამ მარტო ეგ არ არის. ძირითადად უფრო არის გადმოაქვთ ხოლმე, უფრო კაცები არიან, ქალებიც არიან, მაგრამ უფრო კაცები არიან. პროცენტულად მეტი მამის სტრატეგია გადმოაქვთ. მამა თუ ეგეთი პათოლოგიური ეჭვიანია და ამ გაუმწარა სიცოცხლე ოჯახის წევრებს და დედას, ცოლს, ანუ თავისას განსაკუთრებით და თუ ეს არაპატია შულმა და ვერ გაუგო იმ მამას, აუცილებლად თვითონ გაიმეორებს. და იმას ცალკე ისჭირდება მკურნალობა და ზოგადად ესეა დაკვირვება მაჩვენა და უკვე ეს დადგენილია, რომ ეგენი თითქმის არ მოდიან ფსიქოთერაპიაზე. ეს შეიძლება მილიონში ერთი მოვიდეს, იმიტომ რომ არ თვლიან ამას სამკურნალოდ. თვლიან, რომ აბა რა. აბა ეგრე უნდა იყოს, აბა რა. არ თვლიან. ან ჩემთან მაგალითად ხა ამდენი წელი ვმუშაობ, მაგ შეკვეთით, რომ ზედმეტად ეჭვიანი ვარ და გაუმწარე ჩემს ცოლს სიცოცხლე, არავინ არ მოსულა. არც ერთი ადამიანი. საშინე. ეგ არის აი ჯოჯოხეთი. აი მართლა ჯოჯოხეთი, ხო? მე ზუსტად აი მაგის გარდა ყველანაირი შეიძლება უფრო ეგეც მესმის რომ პრობლემა მაგის გარდა ზოგადად. არა. მაგის გარდა რას გულისხმობ? ანუ არა მარტო მამაკაცი. სოფლიდან ქალკაცი. ზოგადად არავის რო არენდობა, თუ რას გულისხმობ? ან ფიქრობს იმას, რომ ის ჩემზე რას ფიქრობს.
მაგალითად. კი ბატონო, ახლა იმას ხვაფირებს, ან ახლა ამას არ ფიქრობ. პირველი მანდარი დაბალი თვით შეფასება. არა, მაინც პირველი. მაგას გავუშვათ. გავიგე, კი. კი. კი ბატონო, შეიძლება სამყარო სადმე არა აქ ნდობა ეგ, პირველი ტრავმა იწვევს მაგას, უარყოფის ტრავმა, რომ აი ვერ ენდობა. მისთვის სამყარო არ არის დაცული ადგილი, სადაც ის დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს, იმიტომ რომ აი ეს პროგრამა აქვს. შერყეული აქვს საბაზისო უფლება სიცოცხლეს. კარგი, თუ შეკითხვები არ არის, თუ შეკითხვებია მკითხეთ, თუ არა და დავასრულოთ. ერთი მინდა უბრალოდ რომ აი შევახსენოთ ორალური ტრავმა, აი თვითონ განსაზღვრება, აი მე და შობელი რასაკეთებ და ეს რა შევახსენოთ. შობელი რასაკეთებს, როგორ აყალიბებს ამას? კი ბატონო, აი მოდი გადავხედოთ როლებს. ეგ არის მეორე. პირველი იყო უარყოფის, ეგ არის მეორე, ნახე? ჰა? აშკარად. ხო, ეს არის როგორც გითხარით, დაბადებიდან 3 წლამდე, ხო? და მანდარი როცა ზედმეტად არის ან ჰიპერმზრუნველობა, ან ჰიპომზრუნველობა, ან აკლია ეს მზრუნველობა და ვერ იკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნილებებს, ან ზედმეტად უკმაყოფილებენ და ყველაფერი გამზადებული აქვს და მობეზრებული და მის ნაცვლად აკეთებენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაცა გააკეთოს, ან შეეშალოს, ან წაიქცეს, ყველაფერზე ის აქვს რა. ხო. ხო, და ობოლი, ნებიერა და მე ის კომპენსატორული დედიკო ფერია და გადამრჩენელი და ანუ მან თავარი პრინციპი მაინც ის არის, რომ ორი ვარიანტია რა. ან ზედმეტად გაანებივრეს, ან მიგდებული ყავთ რა. აი ეგ არის სამყარო. კი, სვავკმაოთ. რა თქმა უნდა, კი. კი. ძალიან მალე, იმიტომ რომ ნუ ეხლა თუ ტრავმა ისეთია, რომ ყვირის თქვათ კონკრეტული შემთხვევა აქვს, ძალიან ან ძალადობა იყო ფიზიკური, ან თქვათ ცემდა მშობელი თუ რაღაცა ეგეთი რაც აშკარაა, ეხლა ეს სხვა თემა არის, პირდაპირ იცის რაც აწუხებს და სულ ის ახსენდებოდა, ეს სხვა არის, მაგრამ ამასაც პირდაპირ უკითხავ ხოლმე, უკითხავ ხოლმე და ეგრევე აცნობიერებ. ძალიან იოლად. გურამ, შენ რომელ როლში ხარ? ან იყავი გაჭედილი და მერე გააცნობიერე. ჰა? რომელიმე გეცნო 25 როლიდან? მონაწილეობით სხვადასხვა როლებში ადამიანი შედიხარ. როგორც გჭირდება სიტუაციიდან გამომდინარე. ეგ ჯანსაღია, კაცო. სიტუაციიდან გამომდინარე თუ გჭირდება, მაშინ ეგ არ არის ბავშვობის ტრავმა, მაშინ ხარ ადეკვატური. ბავშვობის ტრავმაა, რომ არა ხარ ადეკვატური, კაცო. ყველგან იმ როლში ხარ. ყველგან მსხვერპლის როლში ხარ, ყველგან დედის როლში ხარ, ყველგან. ხო, და იცი რა რთულია მაქედან გამოსვლა ვაიმე. ძალიან რთული. ძალიან. ფაქტობრივად წარმოუდგენელი. არა, შეიძლება მე გამომიყვანია მაგ როლიდან, ოღონდ ბევრი მუშაობა უნდა რა. ხო, ახლა თვითონ თუ არ უნდა, ხო, რა თქმა უნდა. კარგი ვარიანტი არის სცენარიული შეცვალო ხელოვნურად რა. ხელოვნურად, ითამაშო. აი, თამაშით იწყებ. სპეციალურად. მეორე მხრიდან არ შეხედავს თავს. არა, ეს სცენარი იცვლება, როგორი სიტუაცია იცი, რომ აი ვთქვათ, ერთი და იგივე სიტუაციაში როცა ხშირად ხვდები, ჯერ პირველ რიგში თუ მივხვდი, რომ ხშირად ხარ, ეხლა მე მაგალითად მაგითი ხვდები იმ ტრავმას, რომ ხშირად ხვდები იმ სიტუაციაში. ხო, ხო. ხონდა ხოლმე ხშირად უფრო ეს მამის როლში შევდიოდი. აჰა, ეგ არის დედიკოს როლი. მაგ როლს ქვია დედიკოს როლი, ხო. კი, იგივე. მე რომ მივხვდი, რომ ეს ამბავი არის, კი. მეორე მხარეს აძლევს საშუალებას ცვლი ამბავს. სცენარს, ხო? აჰა. ხელოვნურად აკეთებ მაგას, აი სტანდარტულად რომ შენ ველოდება ამას, აღარ უკეთებ. რადიკალურად აკეთებ საწინააღმდეგო. კი. და ავტომატურად ლაგდება მე ეს ამბავი. კი, ოღონდ ეგ ერთხელ გაკეთება მაგას არ შველის. ხო, სულ აკეთებ. უნდა გაგახსენდეს თავი. უნდა აი თავარია გაგახსენე. კი. იმიტომ რომ ის შევიდე, მაგრამ მალე გამოსვლა შეიძლება. კი, მალე გამოსვლა და ის ტენდენცია. ჯულიეტას კი არ და ის ხო. იმის მაგალითი მომყავს ხოლმე რა ქვია, დეზდემონა და ოტელო? ხო. დეზდემონა და ოტელო ეს არის ერთი და იგივე როლის თემა, ხო, სცენარზე. კი.
კი. ილოცე დეზდემონა რა აბა შენსტები მაპატიე მაპატიე. კასიოს და რაღაცა კასიო უკვე მყარია და ეს რაღაცა და მას ჩემი სიკვდილის ჯამის დადგა დაახჩო რა და ანუ სუ ეგრე არის სცენაზე ორივეს აქვს თავისი როლი თავისი კი ის სულის არის ესო ეს არის არა საკმარისია რომ დეზდემონამ უთხრას რომ ის რო ეთქვის რომ ილოცე დეზდემონა და ამაუთხრას ეხა თავი მткиვა შეიძლება არა მაგრამ თუ გინდა ყავა დაუგეთ რა ავტომატურად იცვლება ანუ გადმოეწყოს და თავიდეს სცენიდან გავაკეთე კი ხო არ მაგას ყოველდღე ყველაზე კარგი ვარიანტი ძალიან კაი ვარიანტი ყავა ხوارდალი ყავას ხوارდალე დარდი თუ არ ეჭვია რა სიტყვების მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვები უნდა შეცვალო კი დიალოგის ამ და იცი რა ისიც ძალიან ხშირად ამართლებს რომ ეუნები რომ აი კი შენ ახლა ესე არა მაგრამ ითამაშე ვითომ ესე ხარ და იმ თამაშით მე ეჩვევა და ხვდება რომ სასარგებელი მოუტანა და მე მისი ხდება რა აი ხოჩო შარშან ნეპალში ცადე ის არა ვაჭრობა მესწავლა მაგროლის გამოძახილი მამისოლი ხო რა არის რასაც მიფასებს უხდი ხო მეც არ შევილია ხომ ეს ვაჭრობა იქ დავიწყე ისა ვაჭრობა აჰა და დავამუღამე დავდიხო ხო და ეგ ვაჭრობა თავიდან უნდა დაიწყო რომ ვთამაშობ რო ვაჭარი ვარ კი არა ვარ მაგრამ ვთამაშობ ხო და მე ამუღამებ რა ხედავ რომ სარგებელია რა სარგებელია მე მაინც შეიძლება აკიკუის ფული ბარა რა თქმა უნდა მაგრამ ცვლი დეზერტირების ბაზარში მე ხო არა ის ეხლა დღემდე მიჭირს რასაც მიფასებენ ანუ გონია რომ ეგ იღირს რა ვიცი საერთოდ დაუწყოს ასე თუ მაწყობს ასე ვიხდი რა და მე დავამუღამე რომ ისა აი ხა ოთო რა ჩემი მეგობარი ოთო ხო შეუძლია რომ შევიდეს ნაიკის მაღაზიაში ნაიკში ოფიციალურ აი 200 ლარიანი ნივთი იყიდოს 50 ლარი კაი რა მენეჯერი ეთქვის კაი ის რომ შენ არ წყვეტ მოიყვანე მენეჯერი ხომ მოვა მონეჯერს ეთქვის რომ არ შენ არ წყვეტ მოიყვანე დამფუძნებელი და აძლევე ერთვా წინ დააკლებინა კაი რა მაგარი ხო აშკარად უზადო ვიდაპოვე რამის კიდო 400 ვაგზა კაი მაგარია ძალიან ერთი ეგეთი მეგობარი უნდა ყავდეთ ხო ეგ უკვე არქეტიპულიც არის ვაჭრის არქეტიპი აქვს ძალიან ეგ ვაჭრის არქეტიპის ენერგიასთან აქვს ძალიან კაი კონტაქტი ოთოს ეგ ხო მარტო ადამიანი მარტო ტრაუმები ხო არ არის ტემპერამენტი ემატება არქეტიპული ენერგიები და ასე შეიძლება ყველაფერი ერთად არის და აი ეს ვაჭრის არქეტიპის ენერგიასთან მაგრა აქვს კონტაქტი მაგრა კარგად იმოშვება იღენებს ამას რა სუეულები შენ ბიჭი არის გამოიყენებ თუ კარგად მაგი გაყიდვებშიც მაგარი იქნება რახან დაკლებაში მაგარი ეგ გაყიდვებს მაგრა გაყიდის რაღაცეებს მართლა გეუბნები და არა მენდეც მაგარია გარკვეულწილად მენდე მაგარია ლევანი ხო არა ოთო ნავაზში არის საბავშვო ბაღის დირექტორი ნავაში სადაც გურამის სახლი აქვს იქ ცხოვრობს სახლი აქვს და საბავშვო ბაღის დირექტორი აი ეხლა უნდა წავსულიყავი მაგრამ გადაიდო ახალი წლის მერე იმიტომ რომ რაღაცა ტრენინგები დაგვინიშნესო და უნდა ვიაროთ იმ ტრენინგებზეო და გადაიდო ახალი წლის მერე წავალ ნავაში და თუ შენც იქნები, კაია. კაი, დავასრულოთ მეგობრებო, ეს გამორთეგურამ